ეს თეга. ეკრანს ყველაზე აი დღეს ცოტა დაისვენოთ მათემატიკისგან, ისევ Python-ს უბრუნდებით. მაგრამ უფრო გადავდივართ მონაცემთა მეცნიერებისკენ, უფრო მეტად. მანამდე რაღაც light Python ვერსია იყო. აი და დღეს ასაც გავიდით არის Pandas ესეთი მონაცემთა მეცნიერებისთვის საკმაოდ ნაცნობი ბიბლიოთეკა არის. და არის მონაცემთა ანალიზისთვის, დამუშავებისთვის, ყველაფერი იმისთვის, რისთვისაც შემდეგ მოდელებს გამოვიყენებთ. ანუ სანამ რაღაც მანქანური სწავლების მოდელს გავაკეთებთ, აუცილებელია რომ ჩვენი data ვიცოდეთ, რას წარმოადგენს საერთოდ. ორი ტიპის მონაცემები გვაქვს თუ არა რაღაც null მონაცემები, რაც იმას ნიშნავს რაღაც გამოტოვებული მონაცემები, როგორ შეგვიძლია რომ შევავსოთ ეს მონაცემები და ასე შემდეგ. და Pandas არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მარტივი თული მონაცემების манипуляციისთვის. ხო, ნუ წინაზე NumPy-ს გაიარეთ, NumPy და Pandas-ი საკმაოდ ხშირად ერთად გამოიყენება ხოლმე. და ნუ Pandas-ი არის უფრო ცხილ მონაცემებთან სამუშაოდ. კარგი. თეორიებში ეხლა რადგან კოლაბზე ვარ, ეს NumPy და Pandas-ი პირდაპირ მექნება, მაგრამ ზოგადად Python-ს პირდაპირ არ მოყვება ეს NumPy და Pandas-ი და გჭირდება რომ pip install-ით დავაყენოთ, მაგრამ ამ შემთხვევაში გვაქვს Pandas-ი. და ყველაზე მარტივი კომპონენტი, რაც Pandas-ში არსებობს, არის Pandas-ის სერიები, ანუ Pandas-ის სვეტებს ეძახიან რა. და ეს Pandas-ის სერია რო შევქნა, ამისთვის საჭიროა რომ მქონდეს რაღაც სვეტი, რომელშიც იქნება რაღაც გარკვეული ტიპის value-ები და ასევე გარკვეული ტიპის ინდექსი. ანუ სერია არის ისეთი ტიპის ობიექტი, რომელსაც აქვს რაღაც ინდექსი და value-ები. ანუ რო წარმოედგინოთ დაახლოებით Excel-ის ფაილი, ოღონდ იმ Excel-ის ფაილში მხოლოდ ერთი სვეტი რო აიღოთ. ეგ არის Pandas-ის სერია. და ნუ მარტივად შეგვიძლია რომ ეს Pandas-ის სერია შევქნათ, უბრალოდ საჭიროა ეს რომ ეს data გადავცეთ, რომელიც იქნება თვითონ სვეტის ინფორმაცია, სვეტის მონაცემები და ინდექსი. ხო, ამ data-ზე და ინდექსზე არ ვარ შეზღუდული, ნებისმიერ ტიპის მონაცემები შეგვიძლია გქონდეს, ინდექსში შეგვიძლია რომ გქონდეს რაღაც რიცხვები, ფლოუტები, ნებისმიერი რამე. და ნუ ეს სახელიც აქვს ასევე, მაგალითად ამ შემთხვევაში ამ სვეტის სახელი არის რაღაც Pandas series. უბრალოდ ესე დავარქვით. და აქ რო გავამაქვს რაღაც რა ტიპის ცვლადი არის ეს S-ი, მართლა გვიჩვენებს რომ არის რაღაც Pandas-ის core მოდულის სერიების series, რა ქვია, კლასი. კაი, ნუ ეს არის ჩათვალეთ რომ Excel-ის რაღაც ერთი სვეტი არის. მაგრამ მე შემოდის უკვე Pandas-ის data frame-ი, ეგეთი ტიპის ობიექტი, რომელიც უკვე წარმოადგენს ამ სვეტების ერთობლიობას. ანუ მანამდე თუ იყო რაღაც Excel-ის ერთი სვეტი, ახლა გვაქვს ამ სვეტების ერთობლიობა და უკვე გვაქვს რამდენიმე სვეტისგან შედგება და უკვე არის რაღაც მატრიცასავთ. და ნუ ამ მატრიცაში გვაქვს კოლუმნები და გვაქვს row-ები. ანუ როგორც სერიაში იყო, ასევე გვაქვს უკვე რამდენიმე კოლუმნი და ასევე გვაქვს ინდექსი. და თითოეული კოლუმნი არის რაღაც ტიპის. ამ შემთხვევაში ეს ერთ-ერთი ცნობილი დატასეტი არის, ოღონდ ეს უნდა შევტვირთოთ აქ. მოდი აქ დავამატოთ. Titanic dataset-ი აი რა იტვირთება, მე შეგვიძლია რომ ჩავტვირთოთ. აი და Pandas-ის ესეთი ფუნქცია არსებობს, რომელთაც შეგვიძლია რომ სხვადასხვა ტიპის ფაილები წავიკითხოთ. ამ შემთხვევაში აი CSV ფაილები რო გავიარეთ, ზუსტად ისეთი ტიპის CSV ფაილია, ანუ ძიმით დაშორებული რაღაც ტექსტ ფაილი არის, რომელიც პირდაპირ შეგვიძლია რომ Pandas-ში წავიკითხოთ ისე რომ ცხრილური სახე მივცეთ. ამ შემთხვევაში ეს რო წავიკითხეთ, აი პირველ რიგში აი ამას თუ დავკვირდებოდით, import Pandas as PD. ესეთი ტიპის იმპორტია ხოლმე ძალიან ხშირად იყენებენ. ანუ დავაიმპორტეთ Pandas-ი და დავარქვით სახელად PD უბრალოდ, რომ რაღაც მარტივად ორი ასოთი მივწვდოთ ხოლმე. და ცოტა ხნის წინ დაიწყო ძალიან ლექცია. 2 წუთის წინ. უბრალოდ ის ვახსენეთ, რომ Pandas ვიყენებთ მონაცემთა მეცნიერებაში data манипуляციისთვის. და Pandas-ის ერთ-ერთი მთავარი მეთოდი არის, რომ როგორ შეგვიძლია წავიკითხოთ ფაილიდან რაღაც data. ამ შემთხვევაში ვკითხულობ CSV ფაილიდან რაღაც data-ს. და ნუ რამდენიმე ტიპის ატრიბუტი აქვს ამ data frames, როგორც კი ჩავტვირთავთ, PD-CSV-ს შეგვიძლია რომ გამოვიტანოთ ამ data frame-ის shape. რაც იმას გვაძლევს, რომ რამდენი სვეტი და რამდენი row გვაქვს data frame-ში. და გამოვიტანა რომ ამ შემთხვევაში გვაქვს 891 row და 12 სვეტი.
ასევე გვაქვს type-ი რომ ნახოთ ამ data frame-ის ასევე არის რაღაც pandas core frame data frame-ი, ანუ data frame class-ის ობიექტი და ეს df.head-ი, ანუ data frame.head-ი გვიჩვენებს პირველ რამდენიმე rows, რომელიც ამ ფილში შედის. ამ შემთხვევაში heads თუ არაფერს არ მივუთითებთ, default-ად არის რომ 5 row მიჩვენა, პირველი 5 row. ეს რო დავწეროთ მაგალითად df head-ი 10 რო გავუშვათ, მიჩვენებს პირველ 10 rows. კაი. ეხლა ნახეთ რატომ მოხდა ისე რომ აქაც მიწერია რაღაც df.head-ი მაქვს. აქაც რო გავუშვ. და აქაც მიწერია df.head-ი, მაგრამ აი ეს რომ მიწერია არ გაეშვა რატომაც, იმიტომ რომ მარტო ერთხელ მიჩვენა, ხო აშკარად ეს 10 წელი row. რატომ მოხდა და თუ გვინდა რომ რაღაც ბოლო ხაზზე არ უწერთ ამ df.head-ს, მაგ შემთხვევაში უბრალოდ Python-ი ამ კოდის გაშვებას აკეთებს, მაგრამ ვიზუალურად არ გამოაქვს. თუ გვინდა რომ ვიზუალურად გამოიტანოს, ან კოდის ბოლო ხაზზე უნდა დავწეროთ, ან ამ შემთხვევაში მაშინ display ესეთი ფუნქცია არსებობს, რომელიც Jupyter Notebook-ში არის. და ასევე Colab-შიც. ეს display რო დავწეროთ და გავუშვათ, ამ შემთხვევაში მეორჯერაც მიჩვენებს. გიგის აქვს კითხვა. df-ის ფუნქცია რო გაიმეოროთ. ბოდიში თავიდან. df-ის ფუნქცია თავიდან რო გაიმეოროთ. ხო, df-ი რას აკეთებს? ანუ ნახეთ, df shape-ი რო გამოვიტანე, ქონდა რაღაც 891 row და 12 column. მაგრამ ხანდახან შეიძლება იყოს რაღაც მილიარდობით ჩანაწერი, ან მილიონობით ჩანაწერი. ამას მილიარდი ჩანაწერი თუ გვაქვს pandas-ი მაგ შემთხვევაში დიად არ ვარ, მაგრამ თქვა წარმოიდგინეთ რომ რაღაც მილიონი ჩანაწერი გვაქვს. და არ მინდა რომ ეხლა მთლიან data-ს არ მინდა რომ შევხედო, იმიტომ რომ რაღაც მოუნდება რომ რაღაც შეიძლება საერთოდ კერნელი დამეკრაშოს და რაღაც memory გადამევსოს. ეგ მთლიანი data frame-ი რო ვაჩვენო. ამიტომ ხანდახან საჭიროა ხოლმე რომ აი პატარა რაღაც sample ნახო data-ს, რომ ნახო უბრალოდ რა ტიპის data მაქვს. ამ შემთხვევაში df heads თუ გავაკეთებ და გადავცემ რაღაც ტიპის რიცხვს, მაგალითად ერთიანს. მიჩვენებს მხოლოდ ერთსალ samples. Samples რა ანუ პირველ rows. მაგისთვის გამოიყენება default-ად 5 აჩვენებს. როგორ? default-ად 5 აჩვენებს. Default-ად 5 აჩვენებს, კი, თუ არაფერს არ გადავცემთ 5 არის default. კაი, ასევე გვაქვს df head-ი, რადგან პირველ რამდენიმე rows გვაჩვენებს და df tail-ი მაჩვენებს უკვე ბოლო რამდენიმე rows. აი აქეთ ინდექსი რო ნახავთ, უკვე აი ეს 890 ინდექსზე მიჩვენა ბოლო. ეს არის df tail. აი, მოდი ეს display აღარ მინდა. კაი. და კიდე ესეთი მეთოდი აქვს pandas df.sample, რომელიც უკვე აკეთებს, რომ ერთის არის sample მიჩვენე data-დან. ანუ პირველი row კი არა, რაღაც ერთ-ერთი sample. რაღაც random sample იქნება. ამ შემთხვევაში 719 ინდექსზე რომელი rows იყო, ის მიჩვენა. და ეს df sample ხანდახან გამოიყენება, რომ აქ შემიძლია გადავცე fraction თუ სწორად მახსოვს. ხო, fraction უდრის 1.0, რაც იმას ნიშნავს, რომ აიღე ამ data-ს 100% და მაგის sample მომეც. ეს რას იზავს, რომ რადგან 100% მივუთითე, ამ data-ს უბრალოდ დამიშაფლავს. და ისე მიჩვენებს ახლა samples-ს, ნახეთ, ანუ 891-ვე row მიჩვენა, უბრალოდ დაარენდომა ეს row-ები. ანუ თუ მინდა რომ რაღაცნაირად დავარენდომო ჩემი data frame-ი, df.sample შემიძლია გამოვიძახო და fraction-ი მივუთითო ერთიანი. თუ მივუთითებ რაღაც 0.01, ამ შემთხვევაში რაღაც 1%-ს მიჩვენებს ჩემი data-ს მხოლოდ. აი ცოტნეს აქვს კითხვა. Random state-ი ტოლია 42-ის რო წერია, რას შვება იქ? ხო, ეხლა random state-ი რას აკეთებს? მოდი ჯერ ეს fraction-ი მოვაშალოთ და გადავცეთ აქ ერთიანი უბრალოდ. და ნახეთ, ანუ ერთი sample-ი რო დავაბრუნებინე, აი რამდენჯერაც არ უნდა გავუშვა, ყოველთვის მიbrunებს ეს 709 rows, ხო? მაგისთვის სჭირდება ეს random state-ი, რომ ყოველთვის მინდა რომ მაგალითად 709 row დამიბრუნდეს. მაგრამ თუ random state-ს საერთოდ არ გამოვიყენებ, მაშინ ამ random state-საც random-ად აიღებს და ყოველ ჯერზე ამას რო გავუშვებ, რაღაც სულ სხვადასხვა row-ები მიbrunდება რა. მაგრამ როგორც კი დავფიქსავ ამ random state-ს, უდრის რაღაცა ერთიანს. მაგ შემთხვევაში სულ ერთი და იგივე row დამიბრუნდება. ხანდახან საჭირო არის ხოლმე რომ ჩემ კოდს რო გავუშვებ მე, მინდა რომ სხვასაც გავუზიარო. და ზუსტად იგივენაირად გაიშვა სხვასთანაც. ამიტომ აი ამ random state-ს თუ გავფიქსავ, მაგით თავს ვიზღვევ, რომ სხვასთანაც ზუსტად იგივენაირად გაიშვა. და ამ ფაილში ხო არის 891
კოლუმნი კი არა და row. და ანუ 891 რიცხვი შეგვიძლია ჩავწეროთ ამ random stage-ში თუ არა, random stage-ში ნებისმიერი რამე შეგვიძლია ჩავწეროთ. შემიძლია ნებისმიერი რიცხვი ჩავწეროთ. უბრალოდ, მაგრამ აი აქ მეუბნება, რომ 0-დან 2 ხარისხად 32-ს მინუს 1-მდე თურმე მაქსიმუმ ეგ შემოძლო შემეწერა. ამაზე მუშაობს. ანუ 2 ხარისხად 32-ს მინუს 1-ს თუ არა უცდები, მაშინ მუშაობს. კაი. კიდე არის ყარა. ერთი, ანუ ხო, როგორც მივხვდი, random-ის CD-ვით რაღაც არის ეგ, ხო? კი, ზუსტად ეგრე არის. უბრალოდ ამ შემთხვევაში კონკრეტულად ამ მეთოდისთვის არის, აი ეს df sample რო ავიღე, დამიბრუნდა ერთი რო. და მგონი ხო, მეტი კითხვა მგონი აღარ არის. კაი, ეს იყო df sample. ანუ ყველაზე ხშირად ამ df samples მე ვიყენებდი ხოლმე, რომ უბრალოდ დამეშაფლა ჩემი data მთლიანად და აი fraction-ში თუ გავუწევ ერთს, მაგ შემთხვევაში მთლიანად დამეშაფლავს ჩემ data-ს. კაი. ეგ იყო sample. ეხლა ნახეთ თუ შეამჩნევთ ეს df sample კი გამოვიძახე, მაგრამ ეს df sample თავდაპირველ data frame-ზე არანაირ გავლენას არ ახდენს. ანუ ეს df head-ი რო გამოვიძახო, ისევ ჩემი თავდაპირველი data frame-ი მაქვს იმ 892 row-ით. თუ მინდა რომ data frame-ს თავზე გადავაწერო, მაგ შემთხვევაში შემიძლია ესეთი რაღაც გავაკეთო, რომ df უდრის df sample რაღაც. აქ რა მოხდა, რომ ჩემ data frame-ს თავზე გადავაწერე უკვე და ჩემი data frame-ი უკვე გახდება ერთ row-იანი data frame-ი, ხო? ანუ ეხლა shape-ი რო გავიგო, ერთი row დამრჩება მარტო. ამას მივხვდით, ხო? ანუ ცალკე ამ მეთოდის გამოძახება თვითონ თავდაპირველ data frame-ში არაფერს არ ცვლის. თუ მინდა რომ შევცვალო ჩემი data frame-ი, აუცილებლად რაღაც ახალცვლაც უნდა გავუტოვო. აი, მოდი ისე დავაბრუნოთ ეს ჩვენი data frame. აი, ესეც ვნახეთ. და ნუ ეს dataset-ი ახლა რასაც უყურებთ არის რაღაც საკმაოდ ცნობილი dataset-ი არის. Titanic-ის data არის. Titanic-ის მგზავრები ვინც იყვნენ, იმათ შესახებ ინფორმაცია არის. რაღაც passenger ID გვაქვს, გადარჩა თუ არა ის მონაწილე ამ ტრაგედიას ეგ გვაქვს. ასევე გვაქვს რაღაც P class-ი, რომელიც რაღაც passenger class მიუთითებს, რომელ კლასში ისხდნენ. ერთი კითხვა იყო მგონი კიდე. CSV ფაილი როგორ ივსება ეგ მაინტერესებს. CSV ფაილი როგორ ივსება? დიახ. ხო, ეხლა CSV ფაილი, წინაზეც ვახსენეთ, CSV ფაილი ეგეთი ტიპის ფაილია, რომ comma separated values. ანუ ძიმით გამოყოფილი value-ები. ანუ ჩათვალეთ, რომ რაღაც text ფაილი გქონდეს. უბრალოდ ყველა სვეტი და ყველა row გამოყოფილი იყოს ერთმანეთისგან ძიმით. ამ შემთხვევაში რაღაც CSV ფაილი იქნება და მაგალითად ესეთი, რომ ID, name, რაღაც title და ქვემოთ გვეწროს რაღაც ერთიანი, რაღაც ირაკლი და რაღაც. I don't know. ანუ ეს მაგალითად რაღაც CSV ტიპის ფაილი არის რა, აქაც ძიმით. და ეს მატრიცა არის? როგორ? მატრიცა არის? კი, მატრიცა არის. ანუ ჩვეულებრივ Excel-ის spreadsheet-ი თუ გინახავთ, Excel-ის spreadsheet-ით ფაილია. ოღონდ ნუ CSV ფაილი ცოტა სხვანაირი არის რა, Excel-ის ფაილი კიდე სხვა რაღაცა. ხო, იმის თქმა დამოვიწყდა, რომ პანდას კიდე ძალიან ბევრი ტიპის წამკითხველი აქვს. ამ შემთხვევაში რაღაც CSV ფაილის წაკითხვა შემეძლო, მაგრამ ასევე შემიძლია თუ Excel-ის ფაილი მექნება, მაშინ გამოვიძახებდი df.read Excel მაგალითად რა. ოღონდ აქ რაღაც LSX გაფართოება აქვს Excel-ის ფაილს, ხო? ნიკოლასაც აქვს კითხვა. და CSV ფაილი просто ტექსტებს ინახავს თუ თანაც კონტეინერებიც აქვს. მაგალითად ages ქვემოთ ტექსტი არის, string-ი არის თუ შეიძლება int-ი არის თუ long-ი თუ რაც არის. ხო, მაგაში არ ვარ შეზღუდული. აი, მაგალითად passenger ID შეგვიძლია რომ აქ რაღაც ერთიანი ეწეროს და აქ ქვემოთ რაღაც string-ი ეწეროს. რა მაგაზე გართულება არ აქვს CSV ფაილს. ასე просто ტექსტი არის. კონტეინერი, type-ები არ არის სხვადასხვა. ხო, ეხლა, type-ები როცა წაიკითხა ამ ფაილს, მე რეგანი საზღვრება იდეაში რა, თავიდან კი, ტექსტურად არის შენახული, მაგრამ შენ თუ ყველა თითოეულ column-ში თუ integer-ი გაქვს შენახული, შენ თუ data frame-ად წაიკითხავ მე ამ ფაილს, ამის type-ი integer-ი იქნება. მაგრამ თუ მაგალითად აქ რაღაც ერთიანი გიწერია და აქ მე ტექსტი გიწერია ამ column-ში, მაგ შემთხვევაში ვერ გაიგებს უბრალოდ პანდასი რა ტიპის column-ია და გეტყვის რომ რაღაც ობიექტი column-ია რა და არა integer. Okay.
ანუ თუ რაღაც შერეული ტიპები გაქვს column-ში, მაშინ ვერ მიხვდება უბრალოდ პანდასი, მაგრამ თუ რაღაც ერთი ტიპის ობიექტები გაქვს, მაგ შემთხვევაში მიხვდება. ხო, Excel-ის ფაილისგან კიდე იმით განსხვავდება CSV, რომ რაღაც ულიმიტო რაოდენობის შეგვიძლია შევინახოთ row-ები რა. Excel-ში რაღაც შეზღუდვა არსებობს, როგორც მოხდეს მილიონ row-ზე მეტს ვერ შევინახოთ. და კიდე მაინც ესეც მინდა რომ იცოდეთ, id.read parquet არსებობს. ეგეთი ტიპის ფაილია, რაღაც ესე წავიკითხავთ რა, Titanic parquet რა მაგალითად. ესეთი parquet ტიპის გაფართოება არსებობს, რომელიც CSV-ზე ბევრად უფრო memory heavy კი არა პირიქით, ანუ უფრო ნაკლებ memory-ს იკავებს რა. და ეს parquet ფაილიც რომ ნახოთ, ესეთი რაღაც შეგვიძლია რომ df.to parquet შევინახოთ. ანუ შემიძლია რომ როგორც წავიკითხე, იგივენად შემიძლია რომ რაღაც სხვა ფაილში შევინახო. და მოდი რაღაც my parquet file.parquet. აქ შემიძლია რომ ასევე index უდრის false-ი გავწერო, რომ რაღაც ინდექსი თუ ქონდა, მაგალითად ეგ ინდექსი გავანულო და ახალ ინდექსი შეინახოს. ეს რო გავუშვე ხა აქ წესით უნდა გამოჩნდეს ჩემი parquet ფაილი. და ნახეთ, ანუ რითი განსხვავდება ახლა parquet ფაილი CSV ფაილისგან რა. აი ეს parquet CSV ფაილი რომ ქონდა გახსნილი, ნახეთ, ანუ ვიზუალურად ჩანს რა ტიპის column-ები და row-ები მაქვს, მაგრამ parquet ფაილი რო გავხსნა, ნახეთ, აი რაღაც encoding-ით გაკეთებული რაღაც არანორმალური ფაილია თითქოს, რა თითქოს არანაირი ინფორმაციას არ შეიცავს. მაგრამ რეალურად ეს parquet ფაილი უკან რო წავიკითხო, მოდი წავიკითხოთ ისო. pf უდრის id.read parquet my parquet რაღაც. ეს რო გამოვიტანო, ისევ დამიბრუნდა ჩემი data frame. ანუ მიუხედავად იმისა, რომ რაღაც ესეთ უცნაურ ფორმატშია შენახული, მაინც დამიბრუნდა რა. ეხლა რა განსხვავება? parquet ფაილი რაღაც memory ოპერაციას შიგნით აკეთებს, ისე რომ აი ეს მაგალითად CSV ფაილს თუ ჭირდებოდა რაღაც მილიონი row შეენახა, parquet ფაილი ისე იქცევა, რომ რაღაც ტიპის იმას აკეთებს, კომპრესიას აკეთებს, ასე რომ ვთქვათ რა. აი მაგალითად ამ column-ში თუ სულ მიწერიან ნოლები, არა აუცილებელი რომ რაღაც 1000 წალი ნოლიანი შევინახო, ხო? შეიძლება მეწეროს უბრალოდ რომ ნოლიანი და 1000. და რაღაცნაირად შეიძლება მიხვდეს parquet ფაილი, რომ 1000 row-ში მიწერიან ნოლიანი რა. რაღაც ტიპის კომპრესაციას აკეთებს, აი როგორც zip ფაილები იქცევიან დაახლოებით ეგრე. და თუ რაღაც CSV ფაილი შეიძლება შეადგენდეს რაღაც 200 მეგაბაიტს, parquet ფაილი შეიძლება რაღაც რამდენიმე 5 მეგაბაიტი იყოს რა, იგივე ტიპის ცხრილი. ამას მიხვდით ხო? ანუ უბრალოდ სხვა ტიპის გაფართოების ფაილია parquet-ი და უფრო memory light. აი, ეგ არის parquet. აი, კიდე ამაზე გავჩერდით. ნუ ხო, სხვადასხვა ტიპის მონაცემები გვაქვს რა, ზოგი არის რაღაც integer-ი, ზოგი არის boolean-ი, ზოგი შეიძლება რაღაც გამოტოვებული value-ები გქონდეს, მაგას ყველაფერს ვნახავთ. ნუ data frames ასევე აქვს ესეთი ატრიბუტი df.columns. ეს რო გამოვიძახა, უბრალოდ მიბრუნებს რა სახელის column-ები მაქვს, ხო? ეს არის ეგეთი რაღაცა, ასევე მაქვს df.dtypes-ი, რომელიც მიბრუნებს უბრალოდ რა ტიპის სვეტები მაქვს. ამ შემთხვევაში passenger int 64. რაღაც survived არის int 64 ასევე. მოდი თან რომ გამოვიტანოთ ვიზუალურად. ანუ გადარჩა თუ არა ტიპი არის ასევე ნოლები და ერთები და ამიტომ არის int 64. ნუ შეიძლებოდა რომ boolean-იც ყოფილიყო true და false, ხო? მაგრამ ამ შემთხვევაში integer-ად არის შენახული ნოლები და ერთები. და ეს name ობიექტი ამ შემთხვევაში არის objects მიჩვენებს. ანუ ესე string ტიპი პანდაში არ არსებობს. ანუ თუ float-ი არ არის და integer-ი არ არის, მაგ შემთხვევაში გვიჩვენებს რომ რაღაც ობიექტი არის რა და boolean-ი თუ არ არის და კიდე date ტიპიც არსებობს პანდაში მოკლედ. დანარჩენი ყველაფერი არის ობიექტი. აი. ასევე ესეთი მეთოდი აქვს პანდას df.info. თუ მინდა გავიგო რაღაც ძალიან მარტივად რა ტიპის მონაცემები გვაქვს. ასევე რამდენი გამოტოვებული value მაქვს ამ data frame-ში. ამ შემთხვევაში აი ეს მიჩვენებს რომ passenger ID-ზე 891 null value მაქვს. ანუ ყველა მონაცემი არის შევსებული ამ შემთხვევაში passenger column-ში. მაგრამ აი მაგალითად age column-ში 714 non-null value მაქვს. ანუ დანარჩენი row-ები არის null. ანუ none. კარგი. ასევე გვაქვს აი მაგალითად აი cabin column-შიც რამდენი ძალიან ბევრი გამოტოვებული value მაქვს.
კაი, და ესეთი მეთოდიც გვაქვს ასევე df.describe, რომელიც მიჩვენებს მარტივ სტატისტიკურ მონაცემებს ჩემ ცხრილზე. ამ შემთხვევაში აი მაგალითად მიჩვენებს, რომ პირდაპირ df.describe რო გავუშვა passenger ID. მინიმალური value passenger ID-ს იყო 1-იანი. რაღაც მაქსიმალური value არის 891. რაღაც 75%-ზე ჯდება 668 ID და ასე შემდეგ. რაღაც survived-ში გვაქვს რაღაც საშუალოდ 38% გადარჩა ადამიანებს, ხო? იმიტომ რომ ნოლების და ერთების საშუალო რო ავიღო, გამოდის რამდენი პროცენტი იყო გადარჩენილი, ხო? ამ შემთხვევაში 38% არის საშუალო. რაღაც მინიმალური არის რა თქმა უნდა 0 და მაქსიმალური არის 1. და იგივე ყველა ტიპის იმაზე რქვია, columns. ოღონდ ანუ აქ თუ შეამჩნევთ ახლა ზოგი column-ი ფაკლია, ხო? ანუ ყველა column-ი არ არის, იმიტომ რომ ეს სტატისტიკა მარტო შემიძლია დავთვალო რაღაც numerical ცვლადებზე, ხო? თუ რაღაც string-ი მაქვს, იმ string-ის რაღაც მაქსიმალურ value-ს ვერ დავთვლი, ხო? იმიტომ რომ როგორ განსაზღვრულ გააჩნია რა. თუ მინდა რომ ყველა column-ი მიჩვენოს, მაგისთვის რაღაც არგუმენტი აქვს ესეთი, რომ include უდრის all. და ამ შემთხვევაში აი მაგალითად name ცვლადზე მიჩვენებს რაღაც ტიპის იმაზე. მაგალითად იყო, ანუ ყველაზე ხშირად შეგვხვდა რაღაც Mr. Patrick-ი რატომაც. და top ამ შემთხვევაში ეს case-ში იყო რაღაც mail. და ასე შემდეგ, ანუ რაღაც string column-ებზეც მიჩვენებს გარკვეული ტიპის სტატისტიკებს, მაგრამ ნუ აი მაგალითად აქ რაღაც ვარიაცია და გადახრა არ არის განსაზღვრული string ტიპის ობიექტებისთვის. კაი, კითხვა ხო არ იყო აქამდე რამე? ანუ df.describe უბრალოდ მიჩვენებს რაღაც მარტივ სტატისტიკებს ჩემი data-ს შესახებ. ანუ მას include all თუ არ გვიწერია თუ column-ში რამე string value არის გარეული და აიგნორებს უბრალოდ? კი, უბრალოდ დაიგნორებს. მაგის სტატისტიკას არ გამომიტანს. აი ამ შემთხვევაში, აი include all-ის შემთხვევაში name ხო გქონდა აქ. ეხლა რო გავუშვა name-ი უცბად გაქრა და მარტო numerical ტიპის ცვლადებზე გამომიტანა ეს სტატისტიკა. აი კიდე, ანუ ესე ხშირად გამოყენებადი მეთოდი პანდაში არსებობს ესეთი value counts, რომელიც მიჩვენებს თითოეული value რამდენჯერ შემხვდა. ამ შემთხვევაში ამ ჩემი data frame-დან რო ავიღო რაღაც embarked ცვლადი, ანუ embarked column-ი და ამაზე გამოვიძახო value counts და გავუშვა. ეს რას მიჩვენებს, რომ embarked-ში value S-ი შემხვდა 654 ჯერ. რაღაც value C შემხვდა 168 ჯერ. რაც Q შემხვდა 77 ჯერ და გამოტოვებული value, ანუ nani შემხვდა 2 ჯერ. ამას ვხვდით, ხო ეს value counts-ი საკმაოდ გამოსადეგია, რომ ვნახო სტატისტიკა ჩემი რომელიმე column-ის. აი, მოდი ეს დავუბრუნდეთ, CS-ით წავიკითხოთ ისო. გადავიდეთ ამაზე. სადუყავით? ვიყავით აქ. ხო, ეხლა ნახეთ რა პრობლემა შეიძლება იყოს, ანუ df.embarked, ანუ პირდაპირ რაღაცნაირად მიუწვდი ჩემ columns, მაგრამ წარმოიდგინეთ ესეთი რაღაცა რო იყოს, რომ df-ში მეწეროს ესეთი რაღაცა. my name. უდრის ერთიანი. ეს რას იზავს, რომ data frame-ში შექმნის რაღაც ახალ columns, რომელსაც დაარქვევს my names და გაუტოლებს ერთიანს. მაგრამ პანდასი ამ შემთხვევაში ჭკვიანია, რაღაც ერთი value ხო არ არსებობს სვეტისთვის. ამ შემთხვევაში ის იმას გაკეთებს, რომ ამ ერთიანს გააბევრებს რამდენი rows ქონდა იმდენჯერ. და ნახეთ რა მოხდება df.head-ი რო გამოვიძახო. აი ამ my name column-ში სულ ჩაიწერება ერთიანები. ამას მიხვდით? ანუ ეს ერთიანი დააგრძელა უბრალოდ რამდენი rows ქონდა იმდენჯერ. აი, ეხლა ნახეთ. თუ მინდა რომ ამ columns მიუწვდე, რა მოხდება, რომ df.my name ესე უნდა დავწერო, ხო, იმიტომ რომ column-ის სახელი space-ით მიწერია. მაგრამ ამ შემთხვევაში ანუ პანდას დაიბნება, იმიტომ რომ რაღაც space-ი რო გიწერია, ელოდება რომ რაღაც სხვა ტიპის ოპერაციას აკეთებ. ამიტომ ეს წერტილი სინტაქსი ხშირად არ გამოიყენოთ ხოლმე რა, ანუ არც ისე კარგი პრაქტიკაა. და თუ გვინდა რომ ეგეთი რაღაც არ დაგვემართოს, მაშინ df-დან აი ესეთი კვადრატული ფჩხილით ამოვიღებ რაღაც columns და შემიძლია რომ პირდაპირ my name ესე მიუწვდე. და ამაზე უკვე პრობლემა აღარ იქნება. ოღონდ რატომღაც სხვანაირად დავარქვი მგონი, პატარა ასოთი დამერქონია. ხო, ამაზე უკვე პრობლემა აღარ აქვს რა პანდას. ანუ თუ გინდათ რომ რაღაც columns მიწვდეთ, აუცილებლად გამოიყენეთ ესეთი ტიპის სინტაქსი. და ნუ რაღაც dictionary-ის პონტი არის რა, იმიტომ რომ df-დან ვიღებ რაღაც columns და მიbrუნებს მაგის value-ებს, ხო? ანუ dictionary-შიც რაღაც გავსად ვიღებთ. მოდი ეს დავუბრუნოთ.
და ეს value counts-ი ზუსტად იგივე ერთ მუშაობს. კარგი. ეხლა ვნახოთ, მოდი null value-ებზე რა ხდება. Titanic-ის ფაილს რატო დაამატა my name. რატო იმიტომ რომ ჩვენ შევქმნით, ნახე? აი ამ ხაზით df-ის ახალი კოლუმნი შევქმნით, რომელსაც გავუტოვეთ ერთიანი. ანუ რაღაც ახალი კოლუმნი შევქმნით, რომელშიც ჩავწერეთ მარტო ერთიანები. და მაგიტო შეიქმნა პირდაპირ my name-იც. კი, ანუ df-ში პირდაპირ ახალი კოლუმნი შევქმნით და ჩავწერეთ ერთიანი. თუ შევქმნით მაგალითად df მას დიახ. მას df-ი რას ნიშნავს? ხა შემოვიდი ლექციაზე. ცოტა მაინც. df-ი არის pandas-ის data frame. Pandas-ი არის ეგეთი Python-ის ბიბლიოთეკა. ნუ აქამდე ვერ ვილაპარაკეთ, მე ჯობია რომ ეს ჩანაწერი ჩავუშვდე, მაგრამ Python-ის ბიბლიოთეკა რომელიც დილებთან სამუშაოდ არის რა მოკლედ. და ამ data frame-ის სვადი შევქმნით, რომელიც რაღაც ცხრილის მანიშნებელია და ამ ცხრილში ახალი სვეტი შევქმნით, რომელსაც გავუტოვეთ ჯერ ერთიანი, მერე კიდე მეორე სვადი შევქმნით, ანუ სვეტი, რომელშიც ჩავწერეთ ორიანი და ეს new column-ით შეიქმნა. აჰა, კარგით მას. ოკეი. აი, ეხლა ვიყავით ბოლოს null values. აი, ახლა ნახეთ. ესეთი ფუნქცია არსებობს pandas-ში is na, წერტილი is na. და გვიჩვენებს, რომ არის თუ არა თითოეული value null. ამ შემთხვევაში data frame-ზე მთლიანად თუ გამოვიძახებთ df წერტილი is na-ს, გაგვიბრუნებს აი თითოეულ ამ უჯრაში შეგვხვდა თუ არა null. ამ შემთხვევაში ეს passenger ID-ის პირველი row და პირველი column იყო false-ი, იმიტომ რომ null არ არის, ხო? მაგას გავუშვოთ კიდე თავიდან. ამ შემთხვევაში ეს main-ოლე row-ზე და პირველ column-ზე რაც წერია, არის false, ხო? იმიტომ რომ na არ არის, მაგრამ მაგალითად აი ეს cabin-ში პირველი value იყო null, ამიტომ აქ წერია true, ხო? აი ხა აი კიდე კითხვები წამოვიდა. ხო? ხო, ანუ false როცა არის, ეგ იმას ნიშნავს, რომ არ არის ინფორმაცია თუ პირიქით. პირიქით, ანუ ნახე, რა პირდაპირ გეუბნება, რომ არის თუ არა null. თუ false-ია, ესე იგი არ არის null, ხო? თუ true არის, ესე იგი null-ია. კარგით. ანუ ამაგაზე გვაქვს 14 კოლუმნი, ხო და პირობითად რო გქონდეს უამრავი კოლუმნი. ყველა სახელს უბრალოდ ფიზიკურად ადამიანი ვერ იმას ვიზამთ და მაგალითად გვაინტერესებს, აი მე 90 კოლუმნზე რა ხდება რა? ინდექსაცია არის რამე რიცხვებით ამ კოლუმნების თუ კი, მაგაზეც მივოთ აუცილებლად. კი არის, ისე გიპასუხებ რომ არის. ალბათ მაგაზე ცოტა მე გადავთ. აი, ნუ ეს is-na უბრალოდ is-na-ი დამიბრუნა თითოეული ჩანაწერი არის თუ არა null, ხო? ეხლა თუ მინდა რომ გავიგო ამ passenger ID-ში რამდენი პროცენტი არის null. აი ეს df.describe ხო რაღაც მომენტში მიჩვენებდა ან df.info. მაგრამ ეს მიჩვენებდა counts ხო რამდენი ცალი row იყო არა null. მაგრამ ეხლა შემიძლია რომ df.is-na-ზე წერტილი minus თუ გამოვიძახებ, რა მოხდება რომ აი ამ false ვადებს რას იწევს რომ გაასაშუალოებს, ხო? და ამათი საშუალო false-ების და true-ების რა იქნება, რომ რამდენი პროცენტი იყო null და არა null, ხო? პირდაპირ მაგას მოგწევს. ანუ პირდაპირ index უდრის 0-ზე რომ გავასაშუალოოთ კოლუმნი, დამიბრუნებს სტატისტიკას, რამდენი პროცენტი იყო null და რამდენი არა null. ეს რო გავუშვა, ნახეთ, passenger ID-ში მიჩვენებს, რომ 0 იყო null. რაღაც my name-შიც 0 იყო null, მაგრამ ეს cabin-ში 77% არის null. ამას მიხვდით? ანუ ერთი სვეტი აიღო და იმ სვეტზე რაღაც ოპერაცია გააკეთა. ამ შემთხვევაში min ოპერაცია გააკეთა. შემიძლია რომ გამაკეთებინა სამ ოპერაცია, რომელიც იგივეს მიჩვენებდა, რაც df.info, ხო? ანუ ამიჯამავდა რამდენი ცალი null იყო. ანუ true-ები და false-ები რო ავჯამო, მარტო true-ები შეიკრიბება და დამრჩება რომელი იყო null, ხო? რამდენი ცალი იყო null. აი, ახლა ნახეთ, თუ მინდა რომ ეს რაღაც ერთ-ერთ ინდექსზე გავაკეთეთ ეს ოპერაცია, ხო? ამ შემთხვევაში რაღაც axis პარამეტრი უნდა გქონდეს ამას. axis უდრის 0 არის ეს. მაგრამ ასევე შემიძლია რომ თითოეულ row-ში რამდენი კოლუმნი იყო null, ეგეც დავთვალო. და ეს პირიქით დამითვლის, რომ აი main-ოლე row-ში ერთი ცალი null მქონდა. მაგრამ რაღაც 898 row-ში ორი ცალი null მქონდა.
ეგეთი რაღაცა შეგვიძლია. და data წერტილი is null-ით ზუსტად იგივეა. ზუსტად იგივენაირად მუშაობს როგორც is-NA. შეგიძლიათ ორივე გამოიყენოთ. მაგრამ მგონი უფრო is-NA-ის უფრო ხშირად იყენებენ ხოლმე. კარგი. ხო, ეხლა კიდე ესეც მინდა რომ ეხსენებინა. ხშირად შეგხვდებათ ხოლმე სხვადასხვა ტიპის null value-ები Python-ში რა. აი მაგალითად, ეს none-ით ჩვეულებრივი null value არის, ასევე არსებობს pandas-აც აქ pd.na, ანუ not a number რა. ან ისა numpy-შიც გვაქვს np.none. და ყველა რომ გამოვიტანოთ, ყველა იდეაში null value-ს აღნიშნავი არის. და ნებისმიერი ტიპის შეიძლება შეგხვდეთ ცხილებში რა. ამიტომ ამან არ დაგაბნიოთ ხოლმე რა. კაი. ეხლა თუ მინდა რომ მაგალითად null value-ები რაღაცნაირად შევცვალო რა. მაგალითად მინდა რომ თუ რაღაც pd.na მაქვს ხდება, მინდა რომ ეს რაღაცნაირად იმას ქნა რა ქვია. ყველა მაგალითად pd.na np.none float.none ყველა ჩავანაცვლო აი ამ none-ით რა. კონკრეტულად აი ამ none-ით, რომელიც Python-ის none არის რა. ეგეთი რაღაც შემიძლია გავაკეთო, რომ df-ი უდრის df.where ეგეთი ფუნქცია არსებობს pandas-ში df.not.na, ანუ ყველა უჯრაში, რომელიც არ არის none, ჩამიწერე none. ეს რო გავუშვა. რა მოხდება, რომ მანამდე თუ მქონდა, ოღონდ თავიდან დავაბრუნოთ, წავიკითხოთ. ვიზუალურად რო განახორციელოთ. ამ ნახეთ, აი ამ cabin-ში მიწერია none, ხო? და არა ესეთი რაღაცა. ეხლა ამას რო გავუშვებ. და head-ი რო ნახოთ, ნახეთ, cabin-ში უკვე none გამოჩნდა, ანუ ამ n-ის მაგივრად აი ჩიტა ესეთი რაღაც. ანუ ამ where მეთოდით შემიძლია რომ ნებისმიერი value ჩავანაცვლო რაღაც სხვა value-ით. და where-ში უბრალოდ უნდა გავუწეროთ რაღაც ეს რა ქვია. true, აი მოდი ესეც გამოვიტანოთ. აი ამ შემთხვევაში ეს გვიბრუნებს ყველა values, სადაც none იყო. ხო? არა, უბრალოდ არა none იყო. ამ შემთხვევაში passenger ID-ზე წერია რომ not.na არის true, რაღაც ამაზე მიწერია რომ არის false. და ყველა false მიადგა და ყველა false-ი შეცვალა none-ით. ასევე where-ის მაგივრად შემიძლია ესეთი მეთოდი გამოვიძახო, replace-ი ქვია. replace-ი რას აკეთებს, რომ აიღებს რაღაც შესაძლო დასაშვებ მნიშვნელობებს, რაღაც np none, pd.na, float none და ყველა ეს value როგორც კი შეგხვდება, ჩამინაცვლე ამ value-ით. თუ ვეტყოდი რომ ჩამინაცვლე რაღაც blat-ი, მაგ შემთხვევაში აქ უნდა გაიჩნდეს უკვე bla. თუ ვეტყვი რომ ჩამინაცვლე none-ით, უნდა ჩამინაცვლოს none-ით. მაგრამ ამ შემთხვევაში უკვე bla მეწერა და აღარ ჩაანაცვლებს, ხო? ანუ თავიდან გავუშვით. ესეც ნახეთ, ანუ მაგას აკეთებდა replace-ი. კითხვა აქვს ლუკას. ხო და ანუ ეს ჩვეულებრივ none-ში გადაყვანა რატომ შეიძლება დაგჭირდეს? ეს უბრალოდ მაგალითი არის. არ ამგონია რომ დაგჭირდეთ, იმიტომ რომ ეს id.is.na ყველა ტიპის null-ს იჭერს რა, ანუ ამასაც დაიჭერს, ამასაც დაიჭერს და ამასაც დაიჭერს. უბრალოდ აი ამ replace-ის, where-ის და map-ის ჩვენება მინდოდა როგორ მუშაობს. გასაგებია. და map ფუნქცია არსებობს კიდე ეგეთი pandas-ში, რომელიც იღებს უკვე ფუნქციას და ნახეთ რას აკეთებს, ანუ lambda x-ი გადაეცემა და თუ id.is.na x-ზე, ანუ x-ის value თუ არის, აი მოდი ეს ვნახოთ, id.is.na აბრუნებს, მაგალითად ერთიანზე რას დააბრუნებს ეს? დააბრუნებს false, ხო, იმიტომ რომ none არ არის. რაღაც none-ზე დააბრუნებს true-ს. რაღაც np.none-ზეც ასევე დააბრუნებს true-ს. და ანუ თუ id.is.na, მაშინ ჩამინაცვლე none-ით. თუ არა და ჩამინაცვლე იგივე x-ით, რაც მანამდე მქონდა. ესეც ანუ ზუსტად იგივე სიზავს, ხო, ანუ map-იც ზუსტად იგივენაირად მოიქცევა რა. ამ შემთხვევაში ნუ ხშირად მჭირდება ხოლმე მაგალითად ესეთი რაღაც გაკეთება, რომ df name-ი ან df მოდი ესე გავაკეთოთ. Case-ი უდრის df case-ი წერტილი replace რაღაცა mail-ი ჩავანაცვლოთ რაღაც მაგალითად ერთიანით და female-ი ჩავანაცვლოთ ნოლიანით.
ესეთი რაღაც შეიძლება ხშირად დამჭირდეს ხოლმე რა, მოდი თან ამით გარშე გავუშვათ. რა მოხდება, რომ სადაც მეილი მეწერა, იქ ჩაიწერება ერთიანი, სადაც female მეწერა, იქ ჩაიწერება ნოლიანი. ამას ვიხსენებ, ხო, ანუ replace უბრალოდ მაგის უჭირდება, რომ ხანდახან მინდა რომ რაღაც string ტიპის ცვალები გადავაკეთო numerical ცვადებად. იმიტომ რომ საბოლოოდ ჩვენი ML მოდელები აუცილებლად მხოლოდ იმაზე მუშაობენ, ხო, რიცხვებზე და არა რაღაც ობიექტებს. კაი. ეს გავიარეთ. კიდე გვინდა ესეთი რაღაც. ხო, და შემეძლო რომ ეს df წერტილი isNA mini რო დავთვალე. ასევე შემეძლო გამომეძახებინა ესეთი sort values მეთოდი, რომელიც რას გააკეთებს, რომ თავიდან რომ მქონდა ეს არა დასორტილი, ამ შემთხვევაში რაღაც ნოლიანი მეწერა, აქ რაღაც 0.19 მქონდა. შემიძლია რომ ეს პატარა data frame-ი დავსორტო. და დავსორტო რაღაც ascending unders false, ანუ კლებადობით, ხო? შემიძლია დავუტერ რაღაც ascending unders true. ეგეთი რაღაცა შემიძლია. ანუ თუ მინდა რომ ჩემი data frame-ი დავსორტო, წერტილი sort values აკეთებს მაგას. კაი. კაი, ახლა რა ხდება თუ ჩემ ML მოდელს ვაჭმევ ისეთ data-ს, რომელშიც გამოტოვებული ცვლადები მაქვს. და შეიძლება ცუდი რამე რა შეიძლება მოხდეს. პირველ რიგში შეიძლება მოხდეს, რომ ეს ML ალგორითმი, რომელსაც ვიყენებ, შეიძლება null value-ზე საერთოდ არ მუშაობდეს და რაღაც error-ები მქონდეს იმ ალგორითმში, რა. მაგიტომ ხშირად გვესაჭიროება ხოლმე, რომ ეს null value-ები რაღაცნაირად შევავსოთ. ან რაღაც მაგალითად საშუალოთი შევავსოთ, თუ გამოტოვებული მონაცემები გვაქვს, ან რაღაც count-ით შევავსოთ, ან რაღაც ეგეთები, რა. მაგრამ ყველაზე მარტივი გამოსავალი, ესე რომ ვთქვათ, რომელიც არც ისე ხშირად ამართლებს, არის, რომ null value-ები თუ მხდება, უბრალოდ დავდროპო. რაც იმას ნიშნავს, რომ სადმე თუ კი შემხვდა null value, პირდაპირ მოვიშორო. ნახეთ, ანუ მოდი ჯერ გამოვიტანოთ df shape-ი. მე გამოვიტანოთ df წერტილი drop-NA რო გამოვიძახო და მე ესე df shape-ი გამოვიტანო. ანუ ნახეთ, თავდაპირველი shape-ი იყო 891, მაგრამ ეს df წერტილი drop-NA რო გამოვიძახე, აი აქ ნახეთ ვიზუალურად მიჩვენებს, რომ 183 row დამრჩა ისეთი, რომელშიც არც ერთი value არ იყო null. ამას მივხვდით, ანუ drop-NA იმას აკეთებს, რომ დამიდროპე ყველა ისეთი row, რომელშიც ერთი მაინც null არის. და დამრჩა 183 row მხოლოდ. მაგრამ ეხლა ნახეთ, ხანდახან მჭირდება ხოლმე, რომ ყველა row-ზე კი არ გავაკეთო ეს drop-NA მეთოდი. არამედ გამოვიძახო მაგალითად subset-ით, subset უდრის მაგალითად passenger ID და survived. ეს რასთან გნობს თქვენი აზრით? ანუ დადროპე ყველა value, რომელშიც ან passenger ID-ში, ან survived-ში არის null. რამდენი ცალი row დამიბრუნდება, ამას თუ გავუშვებ. აქ ეს რო გავუშვა, ისევ 891 row დამიბრუნდება, იმიტომ რომ არც passenger ID-ში და არც survived-ში არ მაქვს null value-ები, ხო? მაგრამ რო გამეშვა მაგალითად მაგალითად cabin-ზე ისეთ row-ებს დამიდროპავდა, რომელშიც cabin-ი არის არანალი. და დამრჩებოდა მხოლოდ 204 row, რომელშიც cabin-ი არის არანალი, ხო? კი, მასა data-ს ვკარგავთ. ამიტომ ეს drop-NA ხშირად არ გამოიყენება ხოლმე და რაღაც იმპუტაციის მეთოდებს მიმართავთ ხოლმე, რომ რაღაც ტიპის კლონები სხვადასხვა value-ებით შევავსოთ. ნიკოლოს აქვს კითხვა. და აქ df drop-NA, იმის მე რო შევებით output-ი როგორ გამოგვაქვს, აი ეს ხო ეს გრაფი როგორ გამოდის, აი ხო output-ი როგორ. ნახე, ეს df drop-NA რო გამეშვა და ქვემოთ დამეწერა 1+1. ამ შემთხვევაში ეს გრაფი არ გამოვიდოდა რა. ხო. საწავით. ხო, ეს გრაფი აღარ დაიხატა. ანუ ეს დახატვა მარტო იმ შემთხვევაში მუშაობს, თუ ბოლო ხაზზე წერ რა. ანუ ეს df წერტილი drop-NA რეალურად გიბრუნებს ახალ data frames. და ეს ახალი data frame-ი რო ბოლო ხაზზე გამოგაქვს, უბრალოდ ვიზუალურად გაჩვენებს რა. კაი, თუ გინდა რომ რაღაც ზედა ხაზზეც დაგიპრინტოს, მაგ შემთხვევაში display მეთოდი უნდა გამოიძახო და რაც 1+1 რო დავწერო, ამ display-საც მაინც მაჩვენებს და ამ 1+1-საც მაჩვენებს. კაი. ეგ იყო drop-NA.
ხო, ანუ ალექსანდრე სწორად თქვა, რომ ესე რომ დატას ვკარგავთ, ხშირად, ანუ წარმოიდგინეთ, რომ აი მაგალითად გაქვს რაღაც 1000 კოლუმნი და იმ 1000 კოლუმნში მხოლოდ ერთი ცალი null value გაქვს რა. მაგ შემთხვევაში მაგ rows დადროპვა ხო არასწორი იქნება, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ 1000-დან 999 ვალიდური მონაცემი გაქვს და ერთი გაქვს მარტო გამოტოვებული. ხო ჯობია რომ შეინახო ის 999 მონაცემი და ის ერთი null value რაღაცნაირად შეავს. ხშირად არის ხოლმე რომ რაღაც საშუალოთი ავსებენ ან რაღაც მედიანით ავსებენ, გააჩნია მონაცემის ტიპს, მაგალითად რაღაც თუ რაღაც საკმაოდ გაფანტული მონაცემები გაქვთ, რაღაც outlier-ები თუ გაქვთ, აი მაგალითად რა value-ები გაქვთ 1, 2, 3, 4, რაღაც 1-იანი, 2-იანი და უცბად გაქვთ რაღაცა რაღაც მილიარდი რა. რაღაც ძალიან დიდი რიცხვი. ამ შემთხვევაში საშუალოთის თუ შეავსებ შენ მონაცემს, არც ისე ლოგიკური იქნება, იმიტომ რომ რაღაც საშუალო გამოვა ძალიან მიდრეკილი აქ ამ მილიარდისკენ, ხო? ამ შემთხვევაში უკეთესი იქნება რომ რაღაც მედიანით შეავს. გააჩნია მონაცემთა ტიპს. ამას მე კიდე გაივლით. ნუ ყველა ტიპის column სჭირდება თავისი მიდგომა რა. მაგალითად, საერთოდ აი ეს ticket ტიპის სვლაც ამ შემთხვევაში, რომელიც string-ისგან შედგება, ამას საშუალოთი და მედიანით, ანუ საერთოდ ვერ შევავსებთ, ხო? იმიტომ რომ გასორტვა არ ვიცით როგორ იმუშავებს და საშუალოც არ არის განსაზღვრული. მაგრამ შეიძლება რაღაც სხვა მეთოდებიც არსებობს, მაგალითად რა. ერთ-ერთი არის ეს one აქეთ მოვწერებ. მე ნახეთ თუ დაგინტერესებთ. აი. ეგ იყო drop-na. ეხლა მაგალითად თუ გვინდა რომ ეს null value-ები შევავსო რაღაც სხვა value-ით. ამ შემთხვევაში fill-na მეთოდი აქვს pandas. df.fill-na 0-ით, ანუ ყველა null-ი შემივსე 0-იანით. და ეს in place არგუმენტი აქვს ასევე ამ df.fill-na-ის. ეს in place-ი რას აკეთებს, რომ ეს რო true გავწერო, ეს იგივე იქნება, რაც df უდრის df.fill-na 0. ანუ in place-ი თუ true გავწერე, ამ data frame-ს აიღებს და პირდაპირ შემივსებს 0-იანით, ისე რომ თავზე გადააწერს თან. და თუ in place-ი false-ი გავწერე, ეს უბრალოდ რაღაც ახალ data frame-ს დაგვიგნებს, რომელიც ჩემ ძველ data frame-ს არ შეეხება. ამას მიხვდით? ანუ ამ შემთხვევაში ქებინი რომ მქონდა nani, შემივსვა 0-იანით. თუ შევავსებ რაღაც სხვა ცვლადით, შემივსებს სხვა ცვლადით. ამ შემთხვევაში რაღაც bla page-თ აქვს. კაი, და ეს რო გამოვიძახო, fill-na bla რო გამოვიძახო, in place-ი. In place-ი უდრის true და ეს გატოლებაც აღარ გამჭირდება მოკლედ რა. და ეს რო გამოვიძახო ახლა ჩემი data frame-ი. ნახეთ, პირდაპირ ქებინში ჩაწერილი არის bla, ისე რომ გატოლებაც კი არ დამჭირდა რა. In place-ი არის მაგისთვის. აი, მოდი ჩვენი ნალები დავუბრუნოთ ისე უკან. თავიდან წავიკითხოთ. აი. ხო, აი, in-bracket-ი შემიძლია რომ რაღაც ყველა value კი არ შევავსო, ყველა null value კი არ შევავსო, რაღაც კონკრეტულ columns, კონკრეტული fill-na-ით მიუდგე. ამ შემთხვევაში რაღაც in-bracket-ში მეწერე რაღაც string ცვლადები, შემიძლია რომ in-bracket-ი შევავსო arith, ანუ რომელიც სადაც in-bracket-ში მექნება null-ი, ის შევავსო arith და მერე დავთვალო value count-ს, ხო? თუ fill-na-ის არ გავაკეთებდი და ისე გავუშვებდი ამ value count-ს. გამოხდებოდა რომ აქ გვინდა მგონი drop-na უდრის false. ამ შემთხვევაში ამ non values მიჩვენებს, მაგრამ თუ აქ fill-na-ის გავაკეთებ, null value-ები შეივსება arith. და მაგაზე რომ დავთვლი value counts არის arში r value შემხდა ორჯერ, როგორც ნანი, ხო? კაი. კიდე ხშირად ისეთი მონაცემები გვხვდება ხოლმე, რომელიც არის დუბლირებული. ნუ დუბლირებული მონაცემი იდეაში ახალ არანაირ ინფორმაციას არ გვაძლევს, ხო? ანუ თუ ისედაც მქონდა ამ passenger ID 0-ზე ინფორმაცია, მაშინ მეორე row-ს რომ მქონოდა passenger ID 0-ის იგივე ცვლადებით ზუსტად. მაგ შემთხვევაში რაღაც ახალი ტიპის ინფორმაციას არ დამიმატებდა. ამიტომ ხშირად გვჭირდება ხოლმე რომ ეს დუბლირებული მონაცემები საერთოდ გავაქროთ ჩვენი მონაცემებიდან. ამ შემთხვევაში df.drop duplicates-ი მუშაობს ეგრე რომ ყველა row-ს შეამოწმებს არის თუ არა ერთი და იგივე. ანუ
ყველა rows და ყველა columns. ამ შემთხვევაში დაადარებს, რომ passenger ID არის თუ არა იგივე რაც აქ. იგივე არის თუ არა აქ, იგივე არის თუ არა აქ. იგივე survey-ზე და row by row ყველას გავუყვება და შემოწმოს არის თუ არა იგივე. მაგრამ ასევე აი მოდი ეს რო გავუშვათ. ამის garaში, ამ subset-ის garashi. რა მოხდება, რომ ყველა row-ზე დათვლის და აღმოჩნდა, რომ ჩვენ data frame-ში არც ერთი row არ ყოფილა დუბლირებული და ისევ 891 row დამიბრუნდა. მაგრამ მე თუ რაღაც subsets გავწერ, მაგალითად ისეთი row-ები დამიდროპე, სადაც survived და age არის ერთი და იგივე. მაგ შემთხვევაში რაღაც value-ები დაიდროპება, ხო? იმიტომ რომ დაემთხვა, რომ ისეთი ტიპი, რომელიც survived იყო 0 და ისეთი ტიპი, რომელიც age იყო 22, ეგეთი სხვაგანაც არსებობდა, ხო, პირობითად. და რაღაც 8000 rows მაგივრად დამრჩა რაღაც, კიდე 871 rows მაგივრად დამრჩა 154 row, ხო? ამას მივხვდით? აი ეს რო გამეშვა რა მოხდებოდა თქვენი აზრით? subset-ი რო ამიღოს survived მარტო. რამდენი row დამრჩებოდა? ორი? ორი დამრჩებოდა, იმიტომ რომ survived მარტო ორ მნიშვნელობას იღებს, ხო? დანარჩენი ყველა დუბლირებული. ან 0-ის და 1-ის გარდა სხვა value არ მოხდება. შესაბამისად, სეტი არის, ხო? კი, set-ივით აკეთებს ზუსტად. Drop duplicates-ი გიტოვებს, ან თუ list-ი გქონდა, set-ად გიკეთებს ფაქტიურად რა. ეგრეთ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ. ლუკას აქვს კითხვა. keep first რას შვება? ხო, ეხლა keep first-ი რას აკეთებს? ანუ მე ხო შემეძლო რომ drop duplicates რო გამოვიძახებდი, აი მაგალითად 5 duplicate row მაქვს რა, ეს წარმოიდგინეთ რომ ეს და ეს row არის ერთი და იგივე. ხო შემიძლია რომ მე ჯერ ან პირველი დავიტოვო, ან ბოლო დავიტოვო. ან რაღაც მეორე დავიტოვო პირობითად რა. მაგრამ ეს default არგუმენტი აქვს ეგეთი რომ დამიტოვე დუბლირებული ელემენტებიდან პირველი. ან მეორე ვარიანტია რომ დამიტოვე დუბლირებული ელემენტებიდან ბოლო. და ამ შემთხვევაში დაგიტოვებ და ბოლოს. keep others first-ი ან last-ი მაგას აკეთებს მარტო. ხო, აქ in place false-ი რომ იწერია, true რომ ეწეროს რა მოხდებოდა რომ ჩემ data frame-ში ორი row დამრჩებოდა, ხო მარტო. ამიტომ აქ in place false-ი მიწერია. და აქ keep-ში რო წერთ last, first, second შეიძლება ან third ან რა ტიპი არის, string-ი არის თუ რა არის? ხო, მგონი მარტო მოდი შევამოწმოთ მაინც. keep. მოდი მაგისთვის დოკუმენტაცია გავხსნათ. data frame drop duplicates. ნუ second-ი არ ქონდა როგორც ნახეთ. მე როგორც მახსოვს მარტო first-ი და last-ი აქვს, სხვა არ აქვს. first-ი, last-ი თუ false გადავცემ, თურმე ყველას დამიდროპოს. მოდი ეგეც ვთვალოთ. ხო, მეტი არგუმენტი არ აქვს. ან first-ი უნდა გადავცე, ან last-ი, ან false. თუ არა და მოგიწევს, რომ თუ გინდა რომ მაგალითად მეორე დაიტოვო, შეიძლება ეგეთი რაღაც მოხდეს, რომ მეორე საერთოდ არ გქონდეს რა. ან მაგალითად აი რო გავუშვა, რომ 5 დუბლირებული ის გქონდეს, რა ქვია, ჩანაწერი და შენი უნებოდე რომ მე-6-ე დამიდროპე. მაგ შემთხვევაში ხო ვერ იზავდა ვერაფერს, მაგიტო არა აქვს ეგ ესა აი არგუმენტი რა. ეს third და x მაგიტო არა აქვს. ხო, რა უნდა გვესა და აქ უნდა გვესა და false, ხო? ამ შემთხვევაში მგონი არაფერი არ უნდა დააბრუნოს, ხო? ანუ რაც კი დუბლირებულია, ყველა წაშალა. default-ად თუ არაფერს არ გავუწერთ false-ია. ესა first-ი არის პირდაპირ. ესეთ რაღაცა შეგვიძლია. თუ subset-ს არ გავუწერთ, მაშინ subset-ი თუ არ გავუწერეთ, მაშინ ყველა row-ზე მიუყვება და ყველა row-ს ამოწურებს. ყველა column-ს უბრალოდ. აი, რას ფიქრობთ, შევისვენოთ თუ გავგრძელოთ კიდე? გონი ცოტა ბევრი ინფორმაცია გამოგვივა. მოდი ცოტა შევისვენოთ. 5 წუთი, 10 წუთი და მერე დავუბრუნდეთ. თუ რამე კითხვები გაქვთ, მკითხეთ და მერე შევისვენოთ. ოკეი. მე აქ ვარ მოკლედ. ბევრი დარჩა. თქო. ისე რა? ნახევარი.
წინა წელს ორი ლექცია იყო პანდაში? არა, ეხლა ერთი იქნება. ბევრს უნდა შემოსვლა, იგი დადასტურება ჭირდება, მეგონი დისკორდში წერენ. არ ჩანს არავის დასტურებელი და აბა თავიდანაც ადონ. თავიდან თუ სტიან დავდასტურებთ. იუტა. ეს რა ხუთი წუთი. მე 5 წუთზე დავიწყო ზუსტად. კი, one hot encoding-ი გამოიყენება, რომ რაღაც string ტიპის ანუ რაღაც ობიექტები თუ გაქვს, გარდაქმნა რიცხვებად. და pandas არა აქვს, როგორც მახსოვს. შეიძლება გათხოვოთ, შეიძლება pandas-ს აქვს. მაგრამ არსებობს სხვადასხვა ბიბლიოთეკები, რომელთაც შეგიძლია, რომ აი მაგალითად, ამათ one hot encoding-ს ვერ გამოიყენებ ისეთ ცვლადზე, რომელშიც ძალიან ბევრი unique value გაქვს რა. თუ გაქვს ისეთი ცვლადი, მაგალითად აქ რომელს მოერგებოდა. აი მაგალითად i კლასი წესით რა. აი ეს impact-ი რა, რომელშიც, ანუ ესეც ვნახოთ ვარ.
ანუ ამ შემთხვევაში გვაქვს მარტო 4 ცალი უნიკალური მნიშვნელობა, ხო? და რადგან 4 ცალი უნიკალური მნიშვნელობა მაქვს, ეგ შემიძლია რომ გავშალო ესეთ რაღაცად, რომ თუ value შემხვდა s-ი, ამას მივანიჭო ესეთი value, რომ 1 0 0 0. თუ შემხვდა c, ამას მივანიჭო რაღაც 0 1 0 0. იმიტომ რომ რაღაც მეორე ინდექსად დგას c. თუ შემხვდება რაღაც q, ამას მივანიჭო 0 0 1 0. და თუ შემხვდება რაღაც nani, ამას მივანიჭო 0 0 0 1. ეგ არის one hot encoding. და უბრალოდ ანუ რამდენი უნიკალური ცვლადიც, რამდენი უნიკალური values ქონდა column-ში, იმდენი ახალი column-ი გაკეთდება რა. Okay. ანუ რაღაც age-ზე რო გამეკეთებინა ეგ one hot encoding-ი, ეგ არ იქნებოდა თვალს სწორი, იმიტომ რომ რაღაც რამდენი age-იც მაქვს, იმდენი ახალი column-ი გამიჩნდებოდა და რაღაც ძალიან დიდი data frame-ი გახდებოდა. ხო, ანუ ისე ზოგადად რო ვახსენო, pandas-ი რაღაც შეზღუდულია მემორის მხრივ. ანუ თუ გაქვთ რაღაცა მილიარდობით ჩანაწერი, მან pandas-ი ვერ გიშველეთ რა, ანუ რაღაც სხვა ტიპის ბიბლიოთეკა უნდა ცადოთ. pandas-ზე უფრო მოქნილი ტიპი არის Polars-ი არის ეგეთი ბიბლიოთეკა, რომელიც ალბათ არ დაგჭირდებათ ახლა მეტავზე, მაგრამ მაინც იცოდეთ რომ უფრო დიდ მონაცემებს უმკლავდება. ოღონდ ესეც მემორიში არის შეზღუდული რა. თუ უკვე გინდათ რომ რაღაც ძალიან დიდი მონაცემებზე იმუშაოთ, მაგისთვის რაღაც PySpark-ი არის მაგათი. ეს Polars-ი იგივე pandas-ი, ოღონდ Rust-ზე არის დაწერილი. ანუ საკმაოდ მსგავსი არის. აი, გავგზავნოთ პარემ. სად ვიყავთ? ეს ორი ენა მცირე ზომის მონაცემებზე ისე კარგად ვერ მუშაობს თუ რატო არ სწავლთ მაგას? ეგრევე. მცირე ზომის მონაცემებზე მუშაობს კი, მაგრამ აი მცირე ზომის მონაცემებზე PySpark-ის გამოყენება უბრალოდ ის არის რა, ანუ არ ღირს წვალებად რა. იმიტომ რომ pandas-ი ზუსტად მაგისთვის არის, რომ ეს რაღაც რამდენიმე მილიონამდე თუ გაქვს მონაცემები, pandas-ი უმკლავდება რა ჩვეულებრივად. თუ რაღაც მილიარდებზე და უფრო დიდ როუებზე ადიხარ, მაგ შემთხვევაში უჭირს. და ნუ pandas-ი უფრო ბევრად უფრო ხშირად გამოყენებადი არის ვიდრე ეს ორი ბიბლიოთეკა. კაი. ხო, ის მონაცემთა შესაძლებელზე რომ ვისაუბრე, ანუ როგორც df მაგალითად, რაღაცა cabin plenary 0 რომ ეწერა, ამის მაგალითად შემიძლია plenary დავწერო df რაღაცა age min. ანუ რაღაც expression-ი, ნებისმიერ ტიპის expression-ი აქ შემიძლია მოვათავსო რა, ანუ გავთვალო age-ის საშუალო და იმით შევავსო cabin-ის გამოტოვებული მონაცემი. ანუ აქ plenary-ში რას დავწერ ჩემზე არის რა. ან პირიქით მაგალითად df age df age plenary df age mediana ეგეთ რაღაცად შემიძლია. ამას მოთხოვს. ამას ვაკეთებ ხო, ანუ age-ში რამე გამოტოვებული მონაცემი თუ მქონდა, შემივსე age-ის მედიანით. აი, ეგ იყო ეს group duplicates-იც ვახსენეთ. ეხლა გადავიდეთ rename-ზე რა. აი, rename-ზე თუ გახსოვთ, აი რაღაც ესეთი ცვლადი რო შევქმნი, ესეთი column-ი რო შევქმნი, რომ df my name. ესეთი ის რო იყო რა column. ხშირად ანუ შეხვდებათ ხოლმე ესეთი data frame-ები და ესეთი ცხრილები, რომელშიც აი ეს column-ების naming-ი არ არის კარგად დაცული. ამ შემთხვევაში ეს my name ეს რა დავარქვა, ცუდი პრაქტიკაა რა. ხშირად მიწევს ხოლმე, რომ გადავარქვა column-ებს სახელები. და მაგისთვის არსებობს ესეთი rename ფუნქცია. და df.rename-ი რო გამოვიძახო, ხო? უნდა გადავცე column-ები რა რითი მინდა შეიცვალოს. და ნუ რა რითი მინდა შეიცვალოს, ლოგიკურია რომ გამოვიყენოთ dictionary, ხო? ანუ ამ შემთხვევაში
ყოველი კოლუმნი შემიცვალე კოლუმნის lower-ით for e in df-წერტილი columns. რას იდავს, რომ აიღებს ამ კოლუმნებს passenger ID, server ID და ამ შემდეგ და lower-ად აქცევს, ხო? მეც რა გავუშვა? მართლა ანუ lower-ში გადამიყვანა ჩემი კოლუმნები. თუ დავწერდი რაღაც მაგალითად lower-წერტილი აფერ ეგეთი რაღაცა შემიძლია რა. ხო, და in place-იც აქვს ასევე ამ renames. თუ in place true-ს დავწერდი, პირდაპირ შემიცვლიდა ჩემ data frame-შივე. ხო, იმის ხსენება დამავიწყარო, აი immutable და mutable ტიპის ობიექტები რო გავიარეთ თუ გახსოვთ, data frame-ის რეალურად mutable ტიპის ობიექტია. წარმოიდგინეთ, რომ რაღაც ერთ column-ში ერთი row-ს ცვლილება რო გინდოდეთ, ახალ data frame-ს რო ქმნიდეს რა, ეგ ძალიან ცუდი იქნებოდა ჩვენი მემორისთვის. ამიტომ, რა ქვია, mutable ტიპის ობიექტია data frame-ი და პირდაპირ შემიძლია რაღაც ცვლილებები შევიტანო. აი. ეს სორტირება მგონი ვახსენე მანამდეც, მაგრამ აი კიდე რო გავიაროთ, data frame-ით შემიძლია რომ გავსორტო რა, მარტო ერთი column-ი კი არა, ნებისმიერი რაოდენობით column-ები შემიძლია გავსორტო data frame-ში. და ამ შემთხვევაში data frame-ი გამისორტე survived column-ის მიხედვით და შემდეგ age column-ის მიხედვით. ოღონდ survived column-ი გამისორტე ლებადობით და age column-ი გამისორტეს ზდადობით. ეგეთი რაღაცის მითითება შემიძლია. ანუ აქ ascending order-ის რაღაცა list თუ გადავცემთ, survived გამისორტავს false-ით და age გამისორტავს true-ით. და ეს რო გავუშვა. რა მოხდება, რომ ჯერ დასორტილი იქნება survived-ით, ხო? იმიტომ რომ ჯერ მარტო ერთიანები შემხდება, ხო? ესა. მარტო ერთიანები შემხდება და ბოლოსში იქნება ნოლები. და რომელშიც დაემთხვევა ეს survived-ი, იმათ გამისორტავს age-ის მიხედვით. ოღონდ უკვე იმის რა ქვია, ზდადობით, ხო? ანუ ტიპები, რომლებიც გადარჩნენ, იმათი მინიმალური age იყო ეს 0.42, ანუ რაღაც თვეებში არის დაწერილი. ამას მივხვდით, ხო? ეს მაქსიმალური age იყო რაღაც 0.83, ოღონდ ეს მაქსიმალური აქვს. შიდა როუები არ ჩანს, აი ნახეთ 3 წერტილი რო არის, ეგ იმას ნიშნავს, რომ არ ჩანს რა. მარტო პირველი 5 და ბოლო 5 ჩანს. აი, ეგ იყო გასურტო. ეხლა მივადექით უკვე იმას რა ქვია, ინდექსაციას data frame-ებში. აი, ინდექსაცია data frame-ებში ხდება რამდენიმენაირად. პირველი ყველაზე ხშირად ჭირდება ხოლმე, რომ რაღაც კონკრეტული column-ი ამოვიღოთ ჩემი data frame-დან. მაგისთვის df-ს პირდაპირ ესეთი ბრეკეთებით შემიძლია მივმართო, ხო? როგორც dictionary-ში იყო. და df-წერტილი df ჭხილები age რო გამოვიძახო, დამიბრუნებს სერიას, ხო? ანუ ერთ column-ს. ეგეთი რაღაც შემიძლია. ასევე შემიძლია, რომ რამდენიმე column-ი ამოვიღოთ df რაღაცა embarked. და ეს რო გამოვიძახო, ამაზე errors მიჩვენებს, იმიტომ რომ მეუბნება, რომ რაღაც მოდი რას მეტყვის. key error. ანუ ეს უკვე ორი column-ის ამოღება თუ მინდა, ეს ხო უკვე სერია აღარ არის, სერია მარტო ერთ column-იანია. თუ მინდა რომ ორი column-ი ამოვიღო, აუცილებლად data frame-ი უნდა გავაკეთო. ისთვისაც გჭირდება, რომ ორი ჭხილი გავაკეთო. და ეს df-დან რო ამოვიღო age-იც და embarked-იც უკვე დამიბრუნებს data frames. რომელშიც იქნება ორი column. შემიძლია დავამატო ნებისმიერი რაოდენობის. აი, ეს არის ყველაზე მარტივი ოპერაცია. ამას გარდა კიდე გვაქვს ესეთი lock ოპერატორი, რომელიც უკვე მუშაობს ინდექსებზე. და ინდექსებს როგორ ეპყრობა, რომ ამ df-lock-ით, ანუ locate არის მგონი. lock-ით შემიძლია ამოვიღო 0 ინდექსიდან მე-10 ინდექსამდე პირობითად და ამოვიღო მხოლოდ age და რაღაცა survived რა. ქვემოთ რაც მეწერა ზუსტად იგივე სტორიას, მაგრამ მაინც რო განახოთ. ანუ 0 ინდექსიდან მე-10 ინდექსამდე ამომიღე ყველა row და column-ებიდან ამომიღე მარტო age და survived. ასევე შემიძლია რომ აქ დამეწერა რაღაც 5-დან 10-მდე. რაღაც უნდა გესმოლეთ, რომ აი ეს lock-ი კონკრეტულად ამ ინდექსზე მუშაობს. აი ეს -5 რო გქონდა მაგალითად აი რაღაც. მოდი ესე დავწეროთ. -5-მდე რო დავწერო აქ. -1-დან -2-მდე. ესეთი რაღაც არ მუშაობს რა პანდაში. იმიტომ რომ ინდექს ვერ ხვდება -1 რა არის. ანუ უეჭველი ინდექსს უნდა დაემთხოს. და აქაც იგივენაირად, მარტო column-ში რაღაც არასწორი column-ი რომ მივუთითო, ამაზეც ვერ მუშაობს. და ეგ არის locate. ეხლა წინაზე რაც იკითხეს, თუ მაქვს რაღაც მილიონობით column-ი და არ ვიცი, მაგალითად მაინტერესებს 891 column-ზე რა წერია. მაგას ეხლა ერთი ვარიანტია რომ რაღაც
df.head-ი გამოვიძახო და გადავუყვე და ვნახო ეს 891 რომელია, მაგრამ ეგ ხან ძალიან მოუხერხებელია ხოლმე რა. მაგისთვის არსებობს ilock-ი, lock-ის ალტერნატიული ვერსია არის ilock-ი, რომელიც აკეთებს index locks. ოღონდ ეს ინდექსი უკვე არის გადანომრილი ინდექსი და არა ეს ინდექსი, რომელიც data frames აქვს. ამ შემთხვევაში ilock-ი რო გამოვიძახო, რა ხდება, რომ ეს data frame-ი თავიდან გადაინომრება 0-დან data frame-ის სიგრძემდე, 0-დან len pf-მდე და ამ ilock-ით შემიძლია მივაკითხო data frame-ის ნებისმიერ ინდექსს. მაგალითად შემიძლია ამოვიღო row-ები 2-დან 10-მდე 2-ის გამოტოვებით, ეგეთი რაღაც შემიძლია. და ასევე კოლუმნები ამოვიღო -7-დან -2-მდე 2-ის გამოტოვებით. ამაზე უკვე მუშაობს ეს -2 ოპერატორი. ეს რო გავუშვა, მართლაც 2-დან 10-მდე 2-ის გამოტოვებით დამებრუნა row-ები, ხო? და კოლუმნებიც რაღაც -7-დან -2-მდე, უკნიდან რო გადავუყვეთ 7-დან -2-მდე 2-ის გამოტოვებით. ამას მივხვდით, აქ რო დამეწერე მაგალითად -1, გამოხდებოდა, რომ ბოლო კოლუმს ამომიღებდა. აქაც რო დამეწერა -1, ბოლო rows, ბოლო კოლუმს ამომიღებდა, ხო? და მარტო q რატო დაიწერა? ეს ხო იმას გვიჩვენებს, რა ქვია, ელემენტებს. უიტეცა. მოდი ასე ვქნათ. ilock -1. იმიტომ რომ ნახეთ ბოლო კოლუმნის ბოლო value არის q. გასაგებია. და -1 რო გამოვიძახო, დამებრუნებს ამ q-ს. კაი. ეგ არის ilock. ყველაზე ხშირად უფრო lock-ს იყენებენ ხოლმე, იმიტომ რომ lock-ი შემიძლია გამოვიყენო როგორც ფილტრი რა. მაგალითად, ეგეთი რაღაც შემიძლია დავწერო, რომ df.locate df age მეტია 28-ზე. ეხლა რა მოხდება? მოდი ჯერ ცალკე ეს expression-ი ვნახოთ რას აკეთებს. df age მეტია 28-ზე. ეს რას გვიბრუნებს? ამან დამიბრუნა სერია, რომელშიც წერია true და false-ები. თითოეული rows-თვის age-ში მიჩვენებს ეს age მეტია არის თუ არა 28-ზე. ამ შემთხვევაში პირველ row-ში age ნაკლები იყო 28-ზე და ასე შემდეგ. და მე თუ ამას locate-ში ჩავწერ, ეს ამ locate-ში ჩაიწერება ეს true და false value-ები, ხო? და დამილოკეითებს მარტო ისეთ row-ებს, რომელშიც age მეტი იყო 28-ზე. ეს შემიძლია კიდე გავართულო და end ოპერატორი მიუწერო, რომ df age მეტი იყოს 28-ზე და df მაგალითად name-ი name-ი ცუდი მაგალითია. df case-ი იყოს female. ეგეთი რაღაცა შემიძლია. ოღონდ ჩხილები დამოკლდა აქ. df age მეტი 28-ზე და df ესეთი რაღაც. ყველა ისეთი რო დამიბრუნდა, რომელშიც age მეტი 28-ზე და case-ი არის female. ამას ვიხდით. ის end ოპერატორი მანამდე Python-ში თუ ესეთი გქონდა, Pandas-ში end ოპერატორი ესე იწერება რა. ეს ამპერსანტით. თუ მინდა რომ ორ გავაკეთო, 2 Pandas-ში ესე იწერება. ესეთი ერთი ხაზი. და ყველა დამილოკეითე, სადაც age მეტი 28-ზე, ანუ case-ი არის female. ეგეთი ლოგიკა. აი, ასევე შემიძლია ეგეთი რაღაც გავუშვა, რომ df cabin is na. ეს რას იზავს? 2 და არ გამოვა. 1 დათი იწერება. 1 ამპერსანტით იწერება. ეს დამიბრუნებს ყველა ისეთ rows, რომელშიც cabin-ი ნალი იყო, ხო? ამას რო გადავხედოთ, აი ნახეთ, ყველა cabin-ში ყველგან ნალი მიწერია. ასევე შემიძლია df cabin not na იგივენაირად. ეგეთი რაღაცას არსებობს. კაი. კითხები ამაზე? აი, კიდე რო გავართულოთ, რა ვიცი, ნებისმიერ ლოგიკის დაწერა შეგვიძლია, რომ df age ეგ ფაის მე ვახსენებ სადმე. ხო, მოდი, ფაის ვახსენებ თქო.
ეხლა ნახეთ რა შემიძლია კიდე. მაგალითად, მინდა რომ რაღაც age ცვლადი რაღაცნაირად გადავაკეთო რა, რაღაც მოდიფიცირება გავუკეთო. ერთი ვარიანტი არის პირდაპირ ესეთი რაღაცა, რომ df age გამრავლებული 2-ზე. პანდასი ამ შემთხვევაში ჭკვიანია და age-ის ყველა rows აიღებს და age-ი რა value-ს მეწერა, იმას გამრავლებს 2-ზე. და ეს რომ გამოვიტანო, მანამდე თუ df age-ში მეწერა რაღაც head გამოვიტანოთ. ანუ აქ თუ მეწერა რაღაც 22, ამ 22-ს გამომრავლებს 4-ზე, 2-ზე და დამიბრუნდება 54. ეგეთი ოპერაციები შემიძლია ვაკეთო. შემიძლია რაღაც გავყო 10-ზე, ნებისმიერ ტიპს, ან პროცენტი 2. ეგეთი რაღაცა შემიძლია გავაკეთო. მაგრამ ხანდახან მინდა რომ რაღაც for loop-ით გადავუყვე და რაღაც რთული ფუნქციით მოდიფიკაცია გავუკეთო ჩემ columns. მაგ შემთხვევაში გამოიყენება ესეთი ფუნქცია, რომელსაც ქვია apply. და df.apply, ან მაგალითად df age ან df მოდი რამე სხვა ვიღოთ. apply lambda x-ი, რადგან ფუნქცია არის და x-ის მეორე ელემენტი. ამ შემთხვევაში რა მოხდება, რომ case-დან, female-დან და male-დან ამომიღებს მეორე ინდექსად მდგომ strings, ხო? ამას ვიხდით? და ამ apply-ში ნებისმიერი ტიპის ფუნქცია შემიძლია ჩავწერო. შემიძლია ცალკე დავადეფაინო ეგ ფუნქცია, რომ df get რაღაცა. აქ x-ი გადაეცემოდეს, x-დან აბრუნებდეს რაღაცა 2-მდე პლუს x-ი მინუს 2-მდე. და მე ეს რო გამოვიძახო, პირდაპირ ამ apply-ში რო გადავცე get bla ფუნქცია, ესეთ რაღაცებს დაიბრუნებს. ოღონდ return-ი მაკლია. ამასაც მიხდით, ხო? ანუ რაღაც კომპლექსური ფუნქციით დაწერა თუ გინდათ და ოპერაცია გააკეთოთ მაგაზე, apply უნდა გამოიყენოთ. ოღონდ განსხვავება ის არის, რომ აი ესეთი ტიპის ოპერაციები df age გამრავლებული 2-ზე. ეს არის ვექტორული ტიპის ოპერაცია. და ვექტორული ტიპის ოპერაციები იმით განსხვავდება ჩვეულებრივი apply ფუნქციებისგან, რომ ეს ვექტორული ტიპის ოპერაციები ბევრად უფრო სწრაფი არის, რა. და ეს apply ფუნქციები ჩათვალეთ ისეთი რაღაცაა, რომ პირდაპირ for loop-ში მიუყვება რა, ყველა რო უნდა გაიაროს. და ეს ვექტორული ოპერაციები პირდაპირ მატრიცულად მუშაობს და მატრიცებზე ოპერაციები ბევრად უფრო სწრაფი არის, ვიდრე იტერაციული. მაგიტომ უნდა ეცადოთ ხოლმე რომ ვექტორული ოპერაციები გამოიყენოთ. ვექტორული ოპერაცია არის მაგალითად კიდე ესეთი რაღაცა, რომ df case-ის str lower. ეს მაგალითად ვექტორული ოპერაციაა და ეს str მოდული მაგით არსებობს pandas-ში, რომ ეს ვექტორული ოპერაციები გააკეთოს. ანუ ეს იდეაში ესეც შემეძლო apply lambda x-ი x lower. მაგრამ ეს უფრო სწრაფნელი იქნებოდა ვიდრე ის ვექტორული ოპერაცია, რაც მანამდე დავწერე. და ეს ვექტორული ოპერაციები რა დროში მუშაობს? O1? არა, თლად O1 არ არის, მაგრამ O1 ყოველი ოპერაციისთვის, n, ნუ ყოველი კოლონისტვის. ნუ O-ში მუშაობს ეს apply ფუნქცია და ეს ვექტორული ოპერაციები ესე განსაზღვრული არ არის ალბათ. ბეჩებად ამუშავებს, რა ჩათვალე რომ რაღაც მატრიც მიუყვება და ბევრად უფრო სწრაფი არის მაგით. ან რაღაც ilock-ი რამდენი ხანში მუშაობს? ilock-ი წესით O1 უნდა იყოს. არ ვარ დარწმუნებული, მაგრამ წესით O1 უნდა იყოს. მადლობა. ხო, ნუ ვექტორული ოპერაციები იმიტომ მუშაობს ზოგადად, რომ ერთი და იგივე row-ზე წარმოგიდგენთ, რომ იგივე ტიპის ოპერაციას აკეთებ. ანუ ამ შემთხვევაში რაღაც ყველა age-ისთვის ამრავლებ age 2-ზე. მაგრამ ამ lambda-ში, ამ apply-ში შეიძლება ეგეთ რაღაც მეწეროს, რომ რაღაც if-else-ები მეწეროს რა. რომ if რაღაცა x-ი უდრის 2, მაშინ return რაღაც x-ი გამრავლებული ხარისხად 2. და else დამიბრუნე x-ი პროცენტი 2. ამ შემთხვევაში ეს ვექტორული ოპერაცია ვერ იქნება, იმიტომ რომ ყველა ელემენტს ერთი და იგივენაირად არ ექცევა. ანუ ეს არ არის ვექტორული ოპერაცია. ვექტორული ოპერაცია არის, რომ ერთი და იგივე რაღაცას აკეთებ ყველა ელემენტს. აი ეს დავუბრუნოთ, არ გვინდა. და ეხლა გინდოდა ხო, ნუ ამ შემთხვევაში ხშირად გვჭირდება ხოლმე რომ რაღაც ახალი ცვლადებიც გამოვიყენოთ არსებული ცვლადებიდან. ეხლა მაგალითად ეს name ცვლადი რეალურად
რაღაც ML მოდელს თუ ვაკეთებ, ეს name ცვლადი არაფერს არ მეუნება, იმიტომ რომ რაღაც ყველა ადამიანს თავისი რაღაც განსაკუთრებული სახელი აქვს, რაღაც მე ირაკლი მქია ვიღაცას, რაღაც ვაჟა ქვია, ანუ ეს ინფორმაცია როდოთ არაფერს არ მაძლევს, ხო? მაგრამ ამ ინფორმაციაში, name-ში შეიძლება არსებობდეს ისეთი სხვა ინფორმაცია, რომელიც მე უკვე გამომადგება. მაგალითად, აი აქ ნახეთ, name ცვლადებში ხშირად წერია ხოლმე, რომ აი ეს დასახელებები წერია რა, ან title-ები წერია რა. ამ შემთხვევაში რაღაც ვიღაც line-ა იყო miss. რაც იმას ნიშნავს, რომ გოგო რომელიც არ არის ჯერ გათხოვილი, ხო, მგონი miss და miss-ის არის, რომელიც გათხოვილია, ხო, პირობითად. ამ შემთხვევაში ამ df name-დან შემიძლია გამოვიყვანო ახალი ცვლადი. და ესეთი რაღაც გავაკეთო, რომ df title უდრის რაღაც df name სუტერო contains წერტილი მისოთ title კი არ უნდა დავარქვა რაღაც is married ხო? მოდესო ესე ხო? ანუ ამ კოლომნიდან name კოლომნიდან გამოვიყვანე რაღაც ახალი კოლომნი, რომელიც მიჩვენებს ეს ადამიანი არის თუ არა married. ანუ გათხოვილი ხო? აი. ეს რო გამოვიდა ხო? აი ეს is married კოლომში ჩამეწერება ეს ველიუები ხო? True and false. ეგეთი რაღაცა შეგვიძლია. ხო, ეს რო გავუშვათ, უბრალოდ ყველა ისეთ rows მიჩვენებს, რომელიც შეიცავს MRS-ს, ხო? MRS წერტილს. აი, ну ეს cases value count-ი რომ ნახოთ, ეს არის male-ი რაღაც გვაქვს 577, female-ი გვაქვს 314. აქ min რო გაგვეწერა, გვიჩვენებდა რაღაც, ამიტომ ესე დავწეროთ. ან replace-ით გავაკეთოთ. replace-ი, რაცა male 1, female 0, წერტილი min. ეს უკვე მიჩვენებს პროცენტულობას, ხო? 64% იყო male ამ შემთხვევაში, ხო? კაი, და აქ მიწერე ზუსტად ეგ, რომ is married ცვლადი გამოვიყვანე, რომელიც იქნება df-დან რომ ამოვიღო, case-ი რო იყოს female-ი, იმიტომ რომ ეს ესეთი title-ის miss და miss-ის მარტო ქალებისთვის არის განსაზღვრული, ხო? კაცებისთვის არ არსებობს კონი ეგეთი განმარტება რატომაც. და ეს is married ცვლადი გავაკეთო ეგრე, რომ case-ი იყოს female-ი და name-ზე მოვდო ესეთი ფუნქცია, რომ str name-ის str წერტილი lower-ი შეიცავდეს MRS წერტილს. ეს ახალი ცვლადი მომცემს, რომ ეს კონკრეტულად ეს ადამიანი, მაგალითად, Mr. Owens Harris-ი არის თუ არა გათხოვილი, ხო? ამ შემთხვევაში რადგან ეს Mr-ია, ამ შემთხვევაში დაბრუნდება ნანი, ხო, საერთოდ, იმიტომ რომ რატომღაც კაცებზე არ არის ეს განმარტებული. თუ ნახავთ მაგალითად ეს John Bradley-ს, რომელიც შეიცავს Miss MRS-ს, ეს ამაზე მიჩვენებდა, რომ true არის. ამას მიხვდით? თუ ძალიან დამაბნევოთ ხსენ. ამოკეთ ახალი ცვალების გამოყენება შემიძლია ესეთ სინტაქსით რა. აი. კიდე იმის თქმა დამოწყვა, რომ გადაკასვლად შემიძლია რაღაც კოლომნების რა. გადაკასვლა რა არის, რომ რაღაც ერთი ტიპის ცვლადიდან მივიღო რაღაც სხვა ტიპის ცვლადი. მაგისთვის არსებობს ესეთი ფუნქცია, რომ df age ავიღე, რომელიც იყო df age data type. ეს რომ ნახოთ, ამის type იყო რაღაც float 64. ეხლა შემიძლია რომ ეს df age ავიღო, შევავსო ჯერ რაღაც მედიანით პირობითად და გადავკასტო string-ში. რა მოხდება ეხლა რომ ამის d type-ი უკვე გახდა ობიექტი. მანამდე რო გვენახა ამის d type-ი df age-ის. მიჩვენებდა რომ ამის d type-ი იყო float 64 და უბრალოდ გადავკასტე, ანუ ეს წერტილი as type მეთოდი აკეთებს გადაკასტვას რა უბრალოდ. ემეზე რაღაც ინტეჯერად გადამეკასტა და მაგ შემთხვევაში რა მოხდებოდა რომ ეს 22.0 რომ ეწერა გადავიდა 22-ად და აქაც მიჩვენებს რომ d type-ი არის უკვე 64. ხო, აი აქ vectorized ოპერაციებზე თურმე აქაც მეწერა რომ რამდენიმე ტიპის ციკლური ოპერაცია არსებობს პანდაში. ერთი არის ეს apply ფუნქცია, რაც განახეთ რომ ეგეც row by row მიუყვება და ციკლს აკეთებს. მაგრამ კიდე გვაქვს ეგეთი ფუნქციონალი df წერტილი iter rows, რომელიც მიბრუნებს tuples რეალურად რა.
და ეს თუფლი რო დავაანფიქო, შემიძლია რომ რაღაც ინდექსი და რო მიბრუნდება. და ეს რო დავპრინტო. ნახეთ მიჩვენებს რომ ინდექსი არის 0 და რო არის ესეთი ტიპი. და მე დაბრეიქებული მაქვს, იმიტომ რომ ეს რო ადამიანებერეიქებინა იმ 891 კოლონს ყველას გამოიტანდა რა. ანუ ეს df.iter rows მიბრუნებს tuples, რომლის პირველი ელემენტი არის ინდექსი და მეორე ელემენტი არის თვითონ row. მე ესეთი რაღაც გაკეთება შემეძლო, რომ print row-დან ამოღებული p კლასი. და ესე for loop-ში უბრალოდ ვაკეთო რა, მაგალითად ამოიღოს. ან მაგალითად ticket-ი ამოვიღოთ. ეგეთი რაღაც შემიძლია რა. კაი, კიდე მეორე ტიპი არის ეგეთი df.iter tuples, რომელიც უკვე მიბრუნებს რაღაც ობიექტს, რომელშიც უკვე ანუ წერტილი უკვე კლასის ობიექტი არის რა. იმას თუ მიმართავდი რაღაც dictionary ფრჩხილებით, აი აქ row-დან ticket-ი რო ამოვიღე, ამას უკვე უნდა მიმართო წერტილით. ეს რო გამოვიტანოთ print რო გამოვიძახო, ესეთი ტიპი არის, რომ print წერტილი passenger id. ეს უნდა გამოვიძახო უკვე რა. iter tuples ესე მუშაობს. ამას მიხვდით? ესეც ამ ციკლური ოპერაციაა რა, არ არის ვექტორული. მაგრამ ხანდახან გამომადგება ხოლმე რომ რაღაც ციკლში გადავაყო და რაღაც ტიპის ოპერაციები ვაკეთებ. ეს არის ვექტორული ოპერაცია. და კიდე რა უნდა მეჩვენებინა? ეს unique-ი მგონი ვახსენე, ხო ისედაც. ნახეთ, ანუ შემიძლია რომ გავიგო თითოეულ switch-ში რამდენი unique swap-ი მაქვს. ამ შემთხვევაში df რაღაცა cabin-დან რო ამოვიღო unique value-ები, მარტო დამიტანებს უნიკალურ value-ებს. ასევე შემიძლია გავიგო რამდენი უნიკალური value მაქვს ამ იმაში რა ქვია, ამ column-ში. და დამიბრუნა რომ ამ cabin-ში არის 147 უნიკალური value. ასევე შემიძლია რომ მთლიანად data frame-ზე გამოვიძახო ეგეთ რაღაცა, რომ df.unique. და ეს რას დამიბრუნებს, რომ ყველა column-ისთვის დამიბრუნებს რამდენი უნიკალური value იყო. ამ შემთხვევაში passenger id ხო ყოველთვის განსხვავებული იყო და დამიბრუნდა 891, მაგრამ გადარჩენის column-ში დამიბრუნდა 2, იმიტომ რომ მარტო 0 და 1 არის. აი. კიდე ხშირად გამოყენებადი მეთოდი არის group by მეთოდი. რომელიც გვეხმარება, რომ აი მაგალითად დუბლირებული ჩანაწერები თუ გვაქვს, ამ შემთხვევაში sketch-ში თუ გვაქვს გადუბლირებული ჩანაწერები, female და male ხო ბევრჯერ გვხდება. შემიძლია რომ ეს female-ები და male-ები ერთად დავაჯგუფო და მაგაზე რაღაც სხვადასხვა ტიპის აგრეგაციის ფუნქციები მოვდო, რომ დავთვალო რაღაც სტატისტიკები. ამ შემთხვევაში აი df.group by sketch-ით თუ გავაკეთებ, ყველა sketch-ით დამიგრუპავს row-ებს და იმ row-ებზე შემიძლია ვნახო გადარჩენის სტატისტიკა ამ შემთხვევაში რა. ამ შემთხვევაში რომ გამოვიძახო sketch-ზე დავგრუპო, მიჩვენებს რომ female-ებიდან გადარჩა 74%, ხო? და male-ებიდან გადარჩა რაღაც 18%. ეგეთი რაღაც შემიძლია. შემიძლია რომ აქ სამ ფუნქცია გავწერო პირობითად და მიჩვენებს რომ female-ებიდან გადარჩა 233 ადამიანი და male-ებიდან გადარჩა 109 ადამიანი. ან დაგრუპვა მეხმარება რომ რაღაც ერთი ტიპის ობიექტები ერთ data frame-ში მოვაქციო, ასე რომ ვთქვათ რა. აი შემიძლია რომ მარტო ერთი column-ით კარ დავგრუპო, კიდე სხვა grouping column-იც ვქონდეს, მაგალითად რაღაც cabin-იც ვქონდეს რა. ოღონდ მაგ შემთხვევაში თუ რამდენიმე თვალს გადასცემ, მაშინ უკვე list-ში უნდა მოვაქციო. და უკვე მიჩვენებს რომ female-ებით რო დავგრუპე, ამ female-ებში რომელსაც 816 cabin-ი ქონდა, მან რამდენი გადარჩა. და ასე შემდეგ. ამას მიხვდით? ანუ ეს სტატისტიკები ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე, რომ ჩვენი data გვესმოდეს რა. კაი, ასევე შემიძლია რომ სხვადასხვა ტიპის column-ებზე დავთვალო სტატისტიკები, ანუ მარტო age-ზე კი არა, მაგალითად survive-ზე და age-ზე ერთად. Female-ებში რაღაც age-ის საშუალო იყო 27, survive პროცენტულობა იყო 0.74. აი, ამას გარდა შემიძლია რომ მარტო საშუალო სტატისტიკა კი არა დავთვალო სხვადასხვა ტიპის სტატისტიკები. ამ შემთხვევაში, ნახეთ, ანუ sketch-ზე დავგრუპე, მე იქიდან ამოვიღე age და survived და თითოეულისთვის აგრეგაციის ფუნქციად დავთვალე საშუალოც, მედიანაც, count-იც, min-იც და max-იც. ნახეთ, ანუ female-ებში საშუალო იყო age-ის 27, მედიანაც იყო 27, count-ი იყო 261 და ასე შემდეგ. მაგრამ female-ებში survived-ის სტატისტიკაც ასევე მაქვს.
კითხვა იყო მგონი ალექსანდრემ კითხა სქესი და survived პირიქით რომ დავწეროთ. სად ოღონდ? აქ ხო, მაგ შემთხვევაში რა მოხდება? მოდი ნახოთ. აგრეგაციის ფუნქცია დაერორდა. რატო დაერორდა? ხო, ეხლა რა მოხდა? ამ survived-ზე კი დავგრუპე მე, შორევად დაიგრუპა. მოდი, აი ეს რო წავშალოთ იმუშავებს. ნახე, ანუ სქესისთვის კი არა და. ხო, რატო დაერორდა? ხო, ალბათ სქესში არის რაღაც ისეთი value-ები, რომელიც ხო, female და male რადგან გქონდა სქესში, female-ისთვის და male-ისთვის ეს საშუალო არ არის განსაზღვრული, მაგიტომ დაერორდა რა. მაგას მიხდით ხო? თორე ისე აი ეს რო არ დამეწერა და რაღაც სხვა დამეწერა, მაგალითად რა გქონდა numerical column-ი კიდე რამე. მაგალითად is married. ეს რო დაგვეწერა იმუშავებდა. უბრალოდ დაგრუპავდა survived-ის მიხედვით. ხო, და რა შემოვიდი, რომ ეს ნებისმიერი სტატისტიკა შემიძლია გამოვიტანო აქ. даже შემიძლია რომ რაღაც ჩემი custom სტატისტიკას დავწერო რა, მარტო ეს built-in სტატისტიკები კი არა, რაღაც მედიანა, საშუალო მინიმაქსი კი არა. შემიძლია დავთვალო ესეთი ფუნქცია დავწერო, რომელიც დამითვლის lambda x-ი გადაეცემა და x ამიკვადრატებს და დამითვლის jumps. ეგეთი რაღაცა შემიძლია. და ეს my lambda aggregate-ში წერია ეგ value. ან დაგრუპული female-ზე დამითვალა ჩემი survived-ის კვადრატების jump. ეგეთი რაღაცას შემიძლია გავაკეთო. აი და ესეც კიდე განსხვავებული მაგალითი ცოტათი დავგრუპე რაღაც p class-ზე და survived-ზე, ну ჯერ გარეთ რაც ეწერება ეგ არის მთავარი გრუპერი. და მე ამ გრუპებში კიდეც subgroup-ები გვექნება survived-ის მიხედვით, ხო? და ამ subgroup-ებში დავითვლით age-ის საშუალოს და fair-ის მედიანას. ეგეთი რაღაცა შეგვიძლია. ამასაც მიხვდით? აი, მოდი რომ მოვასწროთ, გადავიდეთ კიდე სხვა რაღაცაზე. ხო, ეხლა აი, კარგად რო ავიქვათ ეს grouping-ი. ნახეთ, ანუ რეალურად ჩვენ რო დავგრუპავთ ჩვენ data frames რაღაცა column-ებზე. დაგრუპო ხო იმას ნიშნავს, რომ რაღაც ამ data frame-ის რაღაც პატარა ნაწილი ავიღოთ, ხო? რომელშიც ერთი და იგივე ტიპის მაგალითად სქესი და is married არის, ხო? ანუ ყველა აი ნახეთ, რო გამოვიძახო, ხო? df head-ი რო ავიღო დავგრუპო სქესზე და is married-ზე და მე apply გამოვიძახო ფუნქცია და apply-ში გადავაცე ფუნქცია display. Display ფუნქცია ხო იმას აკეთებს, რომ data frame-ი გამოვაქვს ვიზუალურად, ხო? ანუ რაღაც ეს რო ვაკეთებთ რა. display df_head. რა მოხდება, რომ თითოეულ groups აიღებს და თითოეულ group-ზე მოსდებს ფუნქციას displays. რა მოხდება, რომ ესენი დამეგრუპება, ხო? ანუ თითოეულ data frame-ი ცალ-ცალკე გამოვიდა. ანუ ისეთი გრუპი, რომელშიც სქესი არის female და is married არის false-ი, დაიჭირეთ აქ. ანუ ეს ცალკე data frame-ი. ისეთი data frame-ი, რომელშიც სქესი არის female და is married არის true არის აქ. და ასე შემდეგ. ყველა უნიკალური ფიარები რა. სქესის და is married-ის. ამას მიხვდით ხო? ანუ აქ რო apply-ში რაღაც ფუნქცია დაწეროთ რეალურად apply ფუნქცია ოპერაციას აკეთებს data frames. როგორც კი დავგრუპავთ ჩვენ data frames, ვიღებთ პატარ-პატარა data frame-ებს რა. ანუ აქ რო დავწერო მაგალითად type. აი ეს რას დავგრუპოთ თქვენი აზრით. apply type-ი რომ მოვდო. აი მოდი გავუშვათ თან. ანუ რადგან თქვით რომ დაგრუპული data frame-იც ასევე data frame-ია, ოღონდ რაღაც პატარა data frame. მაგ შემთხვევაში apply type-ი რო გამოვიძახო, მაგ პატარ-პატარა data frame-ის type-ები სხვა data frame-ი იქნება. ანუ ეს რო გამოვიძახო, ანუ მართლაც ყველა პატარა subgroup-იც იქნება data frame-ი, ხო? აი, ამაზე ხარ გაქვთ რომ მეკითხო. აი, კითხვა მაქვს apply-ის გარეშე რო გაგვეშვა რას იზავდა. ხო, apply-ს თუ არ მოსდებ, ანუ რამე აგრეგაციის ფუნქციას თუ არ გაუკეთებ საერთოდ,
მაგ შემთხვევაში რაღაც უცნაური ობიექტი დაგიბრუნდება, რომელიც არის pandas-ის რაღაც generic data frame group by, რომელიც რეალურად ჯერ არ გამოძახებულა რა. რეალურად grouping-ი ამას ჯერ არ გაუკეთებია. Grouping-ი ხდება მხოლოდ მაშინ, როცა რაღაც აგრეგაციის ფუნქციას უთითებ რა. ანუ აგრეგაციის გარეშე ამ groupings აზრი არ აქვს ფაქტიურად. გასაგებია. ეს დავუბრუნდეთ. აი. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რაღაც, რაც უნდა გავიაროთ, არის ეს merge და concat. table-ების join-ი ხوار გაიგიათ ვინმეს? რა არის? რაც ორი ცხრილი რომ მქონდეს join-ი რას აკეთებს? კაი. ერთმანეთს მიადგავს. კი. ნახე წარმოედგინეთ რომ რაღაც ორი ფაილი მოგცეს რა, რომელშიც მონაცემები არის გაფანტული. ერთში წერია რაღაც ადამიანის ასაკი და ID, მეორეში წერია ადამიანის ასევე ID და რაღაც name რა. ხანდახან მჭირდება რომ ეს ინფორმაცია გავაერთიანოთ. და მაგისთვის მუშაობს ეს join-ი, რომელიც pandas-ში არის, იგივე merge რა. ანუ SQL-ში ხშირად გამოიყენება როგორც join-ი, მაგრამ pandas-ში მაგის სინტაქსი არის merge. აი ეს ორი data frame-ი რო ავიღოთ A და B, რომელშიც გქონდეს ესეთი მონაცემები რაღაც ID, name, age და city. და მეორე data frame-ში გქონდეს ასევე ID, ასევე city და seller. ეხლა მინდა რომ ერთი და იგივე ID-ები ერთმანეთზე მივაჯოინო რა. ანუ რადგან ამასაც ID 1 აქვს და ამასაც ID 1 აქვს, მინდა რომ ერთმანეთს ისე მივადგა რომ ამ ID-ის შესაბამისი seller-ი გამომიჩნდეს აქ ახალ კოლუმნად. აი მაგისთვის რამდენიმე ტიპის merge არსებობს, რამდენიმე ტიპის join-ი არსებობს უბრალოდ რა. ერთი ვარიანტი არის რომ რა, სადაც ერთი და იგივე ID შემხვდა, მარტო ისეთი როუები დავიტოვო, ხო? ამ შემთხვევაში, რადგან ერთიანი და ერთიანი მხდებოდა მარტო, დანარჩენი განსხვავებული იყო, რაღაც inner joins თუ გავაკეთებ, დამრჩება მარტო საერთო როუები, ხო? ანუ ფაქტიურად სეტების ეს არის რა ქვია, სეტებზე რო ვისწავლეთ, თუ გახსოვთ რაღაც 1 2 3 and რაღაცა 1 0 5 ეს რას დამბრუნდა რა საერთო ელემენტებს დამბრუნდა მარტო ეგრე მუშაობს inner join და სინტაქსი ეგეთია რომ pandas pd merge ჯერ უნდა გადავცე რაღაც პირველი data frame-ი რომელსაც merge-აw მე უნდა გადავცე მეორე data frame-ი რომელზეც merge-აw და უნდა გადავცე ასევე რომელ column-ზე ვაკეთებ joins ამ შემთხვევაში ვაკეთებ ID column-ზე იმიტომ რომ ეს ID column-ი არის ხოლმე ერთად რაღაც უნიკალური იდენტიფიკატორი ხო ID column-ზე თუ გავაკეთებ inner joins დამრჩება მარტო ერთი row რომელშიც ანუ საერთო row რომელიც იყო მაგრამ ამას გარდა არსებობს ესეთი ტიპის join-ები left join-ი რომელიც ესეთ რაღაცას აკეთებს რომ დამიტოვე ყველა row რომელიც არის მარცხენა data frame-ში ამ შემთხვევაში ნუ მარცხენა data frame ამ შემთხვევაში იგულისხმება A ხო იმიტომ რომ პირველი მეწერა A ანუ მარცხნივ მეწერა A და რა მოხდა რომ ID-ები ყველა დამიტოვა A-დან ეს 0 1 და 1 2 3 4 და რაზეც ინფორმაცია არ ქონდა B column-ში ანუ მაგალითად 3-იანზე და 2-იანზე 3-იანზე და 4-იანზე ხო არ ქონდა B data frame-ში ინფორმაცია მაგის შესაბამის column-ში დამიწერა NA-ები ხო აი აქ მაგალითად city-ში ჩამიწერა NA და კიდე რა მოხდა რომ რადგან city აქაც მქონდა და აქაც pandas-მა პირდაპირ აღიქვა რომ ეს column-ები ერთი და იგივე იყო ამიტომ პირველს დაარქვა რაღაც city x-ი და მეორეს დაარქვა city y ამის შეცვლა შემიძლია რომ მაგალითად ეს თუნდა კონდეს არგუმენტი ინდიკატორი არის მგონი პირდაპირ არა suffix-ის არის მგონი suffix-ის უდრის რაღაცა ქვედა ტირე bla იყოს და იყოს რაღაცა ქვედა ტირე blue და ამ შემთხვევაში რა მოხდება რომ city bla იქნება პირველი და მეორე იქნება city blue ამას მიხდით ხო აი და იგივე ერთ არსებობს right join-ი რომელიც პირიქით ანუ ჯერ მარჯვენას ყველა ID-ს აიღებს და იმაზე მიაჯოინებს მარცხენას ამ შემთხვევაში დაგვრჩება მარტო მარჯვენა data frame-ში ანუ B data frame-ში არსებული ისინი რა ქვია ID-ები ხო აი და კიდე არსებობს ესეთი outer join-ი რომელიც საერთოდ ყველაფერს აკეთებს ანუ ყველა გაერთიანებას აკეთებს უკვე ანუ როგორც set-ში იყო გაერთიანება ესეთი სინტაქსით რომელიც ყველა ID-ს იღებდა ეს outer join-ი ზუსტად ეგრე მუშაობს რომ სიმრავლეების გაერთიანებას აკეთებს ამ ID columns
კაი, ამაზე ხარ გქონთ რამე კითხვა? კაი. მოდი ბარემ ესე ვთქვათ, კიდე ესეთი ხშირად გამოყენებადი მეთოდი არის პანდასის კონკატი. და კონკატი როგორ რაღაცას აკეთებს, რომ ორი data frame-ი რომ აქვს, ეს data frame-ი პირდაპირ რომ მიადგას ერთმანეთზე რა. ან რაღაც მარჯვნიდან ან data frame-ი მიადგას სვეტებით, ან მიადგას row-ებით. ორი ვარიანტი არის რა. მაგალითად ამ შემთხვევაში axis უდრის ერთზე თუ გამოვიძახებ, რა მოხდება რომ პირდაპირ აი ეს ID name, age და city რომ მქონდა, პირდაპირ გვერდზე მიადგა ეს მეორე data frame. და ნუ რაზეც არ ქონდა ველიები, მაშინ ჩამიწერა none. მაგრამ axis უდრის nose თუ მიუთითებ კონკატში. მაშინ რა მოხდება რომ ეს ჯერ პირველ data frame-ს აიღებს და ქვემოთ მიადგავს უბრალოდ მეორე data frame-ს პირდაპირ. კონკატი გამოიყენება მაგაში. ამას მიხვდით? ანუ კონკატი რაღაც ID-ს არ უყურებს, რომ ID-ები ერთმანეთს დაემთხვას, პირდაპირ ერთმანეთზე ადგავს ან რაღაც row-ების მიხედვით, ან column-ების მიხედვით. კაი, იდეაში რაც მინდოდა გონი ყველაფერი თქვი, ესეც რო განვიხილოთ, რა. თუ რამე კითხვები არ არის. წესით შემდეგ ლექციაზე ამას ისაც გავით, მაგრამ მაინც მინდოდა რომ ეხსენებინა, რომ რაღაც მონაცემთა მეცნიერებში რაღაც სტატისტიკურ მოდელს რო ვაკეთებთ, რაც flow არსებობს ეგეთი, რომ ყოველთვის იწყება data-ს ანალიზით. ანუ გჭირდება რომ ვიცოდეთ რა ტიპის მონაცემები გვაქვს. მაგისთვის გამოიყენება ამ შემთხვევაში პანდასი რა. რომ ნახოთ რა ტიპის მონაცემები გვაქვს, როგორ შეგვიძლია შევავსოთ რაღაც გამოტოვებული მონაცემები, როგორ შეგვიძლია კიდე რა მეტი არაფერი ისეთ. როგორ შეგვიძლია გარდავქმნათ რაღაც ახალი ცხოველები გამოვიყვანოთ და ასე შემდეგ. შემდეგ ხდება ხოლმე რომ ეს მონაცემები უნდა დაიყოს ორ ნაწილად. ერთი ნაწილი არის რაღაც ტრეინინგ ნაწილი, რომელზეც ჩვენ მოდელს ვასწავლით და მეორე ნაწილი არის რაღაცა ტესტ ნაწილი, რომელზეც გავტესტავთ ჩვენი მოდელის პერფორმანსს. და ეს Titanic dataset-ი რაც არის ძალიან ხშირად გამოიყენება და რაღაც ამოცანებში, რომ წარმოიდგინეთ, რომ გადმოგეცემათ მარტო რაღაც passenger ID, e-class-ი, name-ის, case-ი, age-ი და ასე შემდეგ და არ გადმოგეცემათ ეს survived column-ი. და თქვენმა მოდელმა რაღაცნაირად უნდა იწინასწარმეტყველოს ამ მონაცემების მიხედვით, რა იქნება survived-ის მნიშვნელობა. მაგისთვის აკეთებენ ხოლმე რაღაც ML მოდელებს. და აი მაგალითად ერთ-ერთი მაგალითი რო განვიხილოთ, ესე იწყება რომ რაღაც test data frame პირდაპირ ვიღაცას train data frame და test data frame პირდაპირ ქონდა. და ესენი გაერთიანა რატომაც ეს რაღაც ცუდი მაგალითია მგონი. აი train df head-ი გამოიტანა, პირდაპირ ნახულობს რომ რა ტიპის მონაცემები მაქვს. ნახულობს ასევე რა data type-ები მაქვს ამ data frame-ში. ნახულობს როგორი ფიჩერები შეიძლება მქონდეს, შეიძლება კონდეს თუ არა typo-ები ან რაღაც error-ები ხო შეიძლება მქონდეს data-ში. მაგალითად, რაღაც ზოგი ცვლადი იყოს რაღაც string ტიპის ერთ column-ში და ზოგი ტიპი იყოს float ტიპის. ეგეთი რაღაცები არ შეიძლება და უნდა გავასწოროთ ხოლმე ეგეთი ტიპის error-ები. აი ეს df info გამოიტანა, ჩვენაც ვახსენეთ, უბრალოდ რაღაც ზოგად სტატისტიკას გვიჩვენებს ჩვენ data frame-ზე, მერე describe-ი გამოიტანა რაღაც ზოგადი რაღაც საშუალო სტანდარტული გადახრა და ასე შემდეგ ეჩვენებინა. შემდეგ აი ეს არ განგვიხილია მგონი. და data frame წერტილი describes თუ გავუშვებთ include უდრის 20, ეს O აღნიშნავს ობიექტს და მარტო ობიექტებზე გამომიტანს სტატისტიკურ ინფორმაციას. რა ამ შემთხვევაში name-ის, case-ი, ticket-ი, cabin-ი და embarked-ი იყო ობიექტ ტიპის ცვლადები, ხო? დანარჩენი იყო numerical ცვლადები. აი ხშირად ხდება ხოლმე რომ მაგალითად წარმოვიდგინეთ რომ რაღაც ორი column-ი გქონდეთ df რაღაცა age იყოს რაღაცა 2 და df რაღაცა new age უდრის 4. თქვენი აზრით საჭირო არის თუ არა რაღაც ეს new age ცვლადი საერთოდ. იდეაში ანუ საჭირო არ არის, იმიტომ რომ პირდაპირ წრფივი კომბინაცია აქენა, ხო, ანუ რაღაც ეს age რო გავამრავლო 2-ზე, პირდაპირ new age-ს ვიღებ. ამიტომ ხანდახან ხშირად ხდება ხოლმე, რომ კორელაციას იწვნიან ხოლმე ამ სვეტებს შორის და ისეთ სვეტებში, რომელშიც რაღაც მაღალი კორელაცია, ის სვეტები შეგვიძლია პირდაპირ მოვიშოროთ. იმიტომ რომ რავი,
ჩვენ machine learning მოდელს რაღაც დამატებით ინფორმაციას არ აძლევს, ხო, კორელირებული ცვლადები. გონი მაგასაც აკეთებს აქეთ. აი correlating რაღაცა უწერი. კი, მაგათ თქვენ თქვით, რომ მაგალითად შეგვიძლია დავაკეთოთ მოდელი, რომელიც survives თვითონ გაიგებს, მაგალითად dataset-ში, რომელიცაც ვატრენინგებთ. თუ არ არის მოსემული მაგალითად იმ ეგზემპლებზე survived არის თუ არა, მაშინ როგორ გაიგებს, აი როგორ გააკეთებს მოდელს ისეც რომ გაიგოს survived. ხო, ნახეთ, ანუ train და test dataset-ები მაგით განსხვავდება ერთმანეთისგან, რომ train dataset-ში ჩვენ შეიძლება გვქონდეს მოცემული რეალური მნიშვნელობები. ანუ ყველა ყოველთვის რაღაც case-ი, რაღაც age რაღაცა, ვიცით ამ case-ისთვის და ამ ასაკისთვის რა იყო გადარჩა თუ არა. და მაგაზე ვწვდით ჩვენ მოდელს რეალურად, ანუ ამ supervised learning-ი ქვია მაგას, რომ უკვე ვიცით, რა ქვია, დამდგარი შედეგი. ამ შემთხვევაში რაღაც ამ case-ისთვის და ამ age-ისთვის ვიცით გადარჩა თუ არა. მაგრამ test dataset-ში ეგ ინფორმაცია არ გვაქვს და test dataset-ზე ვაკეთებთ უკვე ჩვენი მოდელის ევალუაციას რა. და ტრენინგში რა თქმა უნდა გვაქვს ეგ მონაცემები. მიხდით ამას თუ ცუდა დავხსენ. ამ ტრენინგში უეჭველი გვაქვს ეგ. და მაგაზე სწავლობს რეალურად ჩვენი ML მოდელი. ეგეც რომ ნახოთ, აი რაღაც ახალი ცვლადებით შეიძლება გამოყავდეს აქედან, მოდი ვნახოთ თუ გამოყავს. ანუ მონაცემთა ვიზუალიზაცია შეგვიძლია ასევე პანდაში. ამ შემთხვევაში აღონთ Seaborn-ის ბიბლიოთეკას იყენებს მონაცემთა ვიზუალიზაციისთვის, მაგრამ აი პანდასაც აქვს, რომ რაღაცა df age წერტილი history. ეს რომ გამოვიძახო, რაღაც მარტივ ჰისტოგრამას ამიგებს ამ age ცვლადზე, ან რაღაც მოდი რამე უკეთეს გამოვიტანოთ. df რაღაცა და მიჩვენებს რაღაც რომელიც ვერ გადარჩა იყო რაღაც 500-ზე მეტი, რაღაც ვინც გადარჩა იყო რაღაც 300-ზე მეტი. ესეთი რაღაც მარტივი ვიზუალიზაციების გაკეთება შეგვიძლია პანდაში. მაგრამ ნუ სხვა ბიბლიოთეკების არსებობს რაღაც. Seaborn-ი ერთ-ერთი მაგალითია მონაცემთა ვიზუალიზაციისთვის. ამ შემთხვევაში ეს ტიპი Seaborn-ს იყენებს. აი და მოდი გადავიდეთ ვარი მოდელის ტრენინგი სად უწერია. აი რაღაც კოლონები მაგალითად მოიშორა, იმიტომ რომ ამ ტიკეტიდან რაღაც სხვადი გამოიყვანა სავარაუდოდ და ეს ტიკეტ სხვადი საერთოდ აღარ ჭირდება. ეს ტიკეტი და კებინი საერთოდ მოიშორა. ან შეიძლება იმიტომ მოიშორა, რომ რაღაც ახალი ინფორმაცია საერთოდ არ მატებდა ML მოდელს. და მოდი ბარემ რომ ჩამოვსკოთ ტრენინგზე. სად არის? აი რაღაც X-train-ი გვაქვს. X-train-ისთვის გვაქვს რეალურად დამდგარი შედეგი. ასევე გვაქვს X ტესტი, რომელსაც ჩვენ prediction-ებს მივიღებთ და მერე გვაქვს რეალური Y ტესტი, რომელსაც უნდა შევადაროთ ჩვენი prediction-ები. ანუ თუ გამოვა ისე, რომ ჩვენ ყველაზე ვიწინასწარ მეტყველთ რაღაც 0-იანი, რომ ვერ გადარჩა და რაღაც რეალურ პასუხებში იყო 1-იანი, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი მოდელი, ჩვენმა მოდელმა არ იმუშავა კარგად, ხო? იმიტომ რომ ჩვენ დავაფრედით 0-იანი და ჩვენ დავაფრედით 0-იანი და რეალურად იყო 1-იანი. როგორ ხვდებით, გჭირდება თუ არა ეგ სვადი? ხო, ნუ ბევრი მიდგომა არსებობს. პირველ რიგში ჩვენ data-ს უნდა შევხედოთ რა. ამ შემთხვევაში რაღაც age ცვლადი შეიძლება გამოყენებადი იყოს, იმიტომ რომ ანუ რაღაც ტიპის ინფორმაციას ატარებს. ანუ age შეიძლება იყოს დამოკიდებული იმაზე გადარჩა თუ არა ადამიანი. პირობითად თუ ადამიანი იყო რაღაც 90 წლის, იმას უფრო გაუჭირდებოდა გადარჩენა, ხო, ტიტანიკიდან. მაგრამ თუ იყო რაღაც 20-დან რაღაც 40 წლამდე, იმას უფრო დიდი ალბათობა ექნებოდა რომ გადარჩენილიყო, ხო? ამ შემთხვევაში რაღაც age ცვლადი შეიძლება იყოს გამოსადეგი. მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ ეგეთი ცვლადი, რომელშიც რაღაც ერთი და იგივე value-ებია რა, მაგალითად რაღაც df რაღაც dummy value უდრის ერთიანი, ხო? თუ თითოეული row-ისთვის ეს dummy value ერთიანი სტოლია. მაგ შემთხვევაში ეგ ხო არანაირი ინფორმაციას არ უმაძლევს survive-ზე და ზოგადად არაფერზე, ხო? იმიტომ რომ ყველა ადამიანს მიუხედავად age-ისა, რაღაც კლასისა, რაღაცა impact-ისა, ყველას აქვს ერთიანი. ამ შემთხვევაში ანუ ეს ცვლადი არ არის გამოსადეგი რა. ასევე შეიძლება ისეთი ცვლადი იყოს არ იყოს გამოსადეგი, რომელიც ძალიან მიუფანტულია რა. რაღაც მაგალითად რაღაც 0 და რაღაც მილიონ მნიშვნელობას იღებდეს მარტო რა. შეიძლება არ იყოს გამოსადეგი, მაგას ანუ ინდივიდუალურია და data-ს უნდა ჩავხედოთ რა.
კარგი. ანუ რამდენიმე მოდელს იყენებს ამას წესით მეც გავივლით. ნუ ამ ლექციაზე არ იყო მიზანი, რომ ეს მოდელები გავარჩია. Logistic regression-ი არის ეგეთი მოდელი, რომელსაც მე ფიტავს, ანუ რაღაც X train-ი აიღო და Y train-ი აიღო და ამ X train-ზე და Y train-ზე წვრთნის ჩვენ მოდელს, ანუ X train-ის მონაცემებით წვრთნის Y train-ის prediction-ებს. უბრალოდ დამდგარ შედეგებს. იღებს რაღაც მოდელს, რომლის ევალუაციასაც აკეთებს და საბოლოოდ ნახულობს რაღაც accuracy scores ამ შემთხვევაში. ალბათ accuracy აქვს დათვლილი. log-reg score-ი აქვს ამ შემთხვევაში დათვლილი. და ნუ სხვადასხვა ტიპის მოდელებს ვწვნის აქ რაღაც ხის მოდელები შეიძლება არსებობდეს. ან შეიძლება რაღაც ლოჯისტიკური რეგრესია მაგალითად. კაი. ამაზე ხარ გაქვთ რამე კითხვა? ეს უბრალოდ ზოგადად მიმოვიხილეთ. pandas წერტილი floating scatter matrix რაც ამ გონი წინა წლის ლექციიდან მახსოვს. ზუსტად რა არის? ეგ მე არ მახსოვს. მოდი ვნახოთ. ეს რას აკეთებდა data frames. ალბათ იებზე. ეს. H. ეს რაღაც შეშოვა მგონი. ანუ თითოეული ცვლადისთვის დამითვალა რაღაც scatter plot-ი, ან როგორ არის მიმობნეული ჩემი მონაცემები. ამ შემთხვევაში რაღაც p კლასისთვის რაღაც ერთიანი იყო, რაღაც ესე მიმოფანტული, რომ ერთიანი იყო რაღაც ამდენი, რაღაც ორიანი იყო ამდენი, სამიანი იყო ამდენი. რაღაცა age-ისთვის ძირითადად ესე იყო მიმოფანტული, რომ რაღაც 2-დან რაღაცამდე იყო რა age-ები, 2-დან 100-მდე მაგალითად რა. ანუ ყველა სვეტისთვის დამითვალა რაოდენობრივად row-ებში რამდენჯერ ხდებოდა. თუ სწორად ახსენე. იხდით? ანუ ეს თითოეული წერტილი აღნიშნავს თითოეულ row-ს ფაქტიურად რა. და უბრალოდ გამუქებული რო არის, ეს ნიშნავს, რომ ბევრჯერ შეგხვდა. survive-ის მნიშვნელობა მაგალითად მარტო 0 და 1 იქნება, ხო? პირდაპირ 0-სა და 0-ზე და 1-ზე იქნება მიმოფანტული, აქ შიგნით არანაირი მნიშვნელობა არ იქნება, ხო? იმიტომ რომ მარტო ან 0-ს ან 1-ს იღებს. კაი. თან ოღონდ ერთმანეთის მიხედვით არის რაღაც p კლასი, როგორ არის მიმოფანტული რაღაც sib-s მიხედვით რა, ანუ ურთიერთმიმართებაში როგორ არის მიმოფანტული, მაგასაც შევს. კაი, სხვა კითხვა რამე? კაი. ყველაფერი მას შეგვიძლია დავუშავოთ. მადლობა. ნახვამდის. კარგად. ნახვამდის. მადლობა ნახვამდის. მადლობა. ნახვამდის. 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 კარგად.